ხო. ესე იგი ყაზბეგში მიდიხართ. წირვაზე ეზიარეთ. ეხლა არც ერთი არ ეზიარეთ? აბა რომელი? აბა? აბა, სადა ხარ? ყოჩახ, კარგია. თქვენ რატო არ ეზიარეთ? ამ ხელგზაზე მიდი მოდიხართ და. ესე იგი არის წოდით, გასაგებია, ეხლა მივხვდი. გასაგებია. ეხლა რამ შეგაწუხათ? ასეთი დაღლილები ხართ, ეხლა იქ შვენიერ ადგილას მიდიხართ და. ან მე რას მაწუხებთ, ან თქვენ რა გინდათ. აბა. ღამისთების წირვებზე დანასწრები ხართ? კარგია ღამისთების წირვა, მოგწონთ? რატო? აბა რატო აქ მადლი? რა მზე უშლის მადლს ხოლმე თუ რაშია? როგორ? დიდი ქაოსი არ არის სიმყუდროვეა უფრო. ჩვენ ტაძარში დღეს ქაოსი არ არის, დღეს სიმყუდროვეა. ბატონო? ძილის ხარჯზე. აჰა, კიდე? ანუ სიმყუდროვე, საერთოდ ღამეს სიმყუდროვე ახლავს, პრინციპში, ღამისი ჩუმე სხვანაირი ეგ მართლაც ესეა. 8 წლიც არის, იმიტომ რომ ძილის ხარჯზე. კიდე? როგორ ფიქრობთ? ყველაზე აქტიური შენ ხარ? მე მინდა სხვა მასა თქვა. სწორია, ეგეც სწორია, ყველაფერი სწორია, ყველაფერი იცის. ახლა კიდევ ვიღაცა აბა კიდე სხვაებიც რო. ბატონო? არ ვიცი. ეს ცნობილი მოლა ნასრედინის ის არის, ხო იცით? იცით, ხო? არ იცით? მოლა რო გამოვიდა საქადაგებლად ესე და იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ? არ ვიცით, თუ არ იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ, წავიდა. მაგრამ მეორე დღეს მოვიდა. იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ? ვიცითო. თუ იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ და წავიდა. მოვიდა მესამედ. იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ და მიხვდნენ ახლა მოლას მზაკრობად. ზოგმა ვიცით, ზოგმა არაო. ხო და ვინც იცით, უთხარის იმათ, ვინც არ იცის და წავიდა. პაისი ათონელი ეს მართლაც საოცარი მამა, კანონიზირებული დღეს უკვე იცით. პაისი ათონელი საოცარი, მის ცხოვრებაში საოცარი მაგალითებია. აი მაგალითად ერთხელ პაისი ათონელის ერთ-ერთი შეიძლება ასე ითქვას, სულიერი შვილიც შეიძლება ასე ითქვას, რომ სულიერი შვილიც იყო და ყოველ შემთხვევაში მისგან ძალიან ბევრი რამე მიიღო. დღეს ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი მიტროპოლიტია ათანასე ლიმოსელი. თუ რამე შეგხვდებათ რუსულად, ალბათ არის მის წიგნები თარგმნილი ქართულად სამწუხაროდ მე მგონი არაფერი. და ათანასე ლიმოსელი იხსენებს, რომელიც ათონზე მოღვაწეობდა, სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა, რომ პაისი ათონელს გამოვემშვიდობებო, სადაც ის ცხოვრობდა ათონზე, პაისიც იქვე ახლოს იყო ძალიან. და წავიდა ათონიდან წავიდა რამდენიმე გარკვეული ხნით საბერძნეთში გადავიდა კონტინენტზე. და ამ დროს მომლოცველები მოვიდენო და პაისი დაემშვიდობა პაისის და მოbrუნდა თავის კელიაში. მეორე დღეს მომლოცველები მოდიან და ეუნებიან რომ აუ რა საოცარი მოძღვარიაო, ვინაო და პაისიო და კიო და მერეო და აი როგორო ისეო დაგველაპარაკაო ისეო, გაგვიმასპინძლდაო. გვაჭამაო ის საბერძნეთის ტრადიციაა, ლაქათ ლუქმი რო ქვია, ყავა, წყალი, ესეთ რაღაცებს უმასპინძლებიან ხოლმე და შეგვიპატიჟა და რაღაცა და არაო კაცო რას ამბობ ეს ეუნება პაისი არ არისო თბილისში. თბილისშიც არ არის. ეთქობა მართლა დავიღალე. არ არის ათონზე და მოკლედ ისინი ეუნებიან როგორ მომლოცველები არიან და ჩვენ ვიყავით და საკმაოდ ჯგუფია. ერთი და ორი კი არ თქვა რომ ჯგუფი მისულიყავით ეს. ამ საუბრის მერე ხა ისინი დაბინავდნენ იქ და ეს ათანასე იხსენებს, გავიქეცი ეგრევეო რა. ესე იგი მოbrundaო თუ რა ხდებაო. მივიდა პაისი არ არის. არა თუ არ არის, 2 თვის მერე ჩამოვიდა. პაისი არ იყო. და იმათ ყველას დახვდა იქ.
ეს არის ფაქტი, რომელსაც იხსენებს დღეს ცოცხალი მიტროპოლიტი და ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის. საოცარი კაცია. მე ეს ათანასე ლიმოსელი იყო იოსებ ისიხასტის სკოლა. ეს არის ცნობილი ადამიანი, იოსებ ისიხასტი, რომელიც მართლაც მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწეა მსოფლიო დონის და მოციქულთა სწორია, ისეთი დიდი ღვაწლი აქვს მას და მას ესე იგი მთელი სკოლა შექმნა, რომელიც დღეს აცოცხლებს ათონს და ამერიკას და ჩვენს კვებავს და მისი სკოლა არის ვადოპედის მონასტერი. და იოსებ ისიხასტის სულიერი შვილი იყო, რომელმაც ააღორძინა ვადოპედის მონასტერი და ეს ათანასე ლიმოსელი იოსებ ვადოპეტელის სულიერი შვილი. ანუ ძალიან სერიოზული მოღვაწეა და ავტორიტეტია. და ესეთი ადამიანი ამას იხსენებს. და აი ესეთი ადამიანი, პაისიათ, რატომ მოვყევი ახლა პაისიათონზე? ხო, აი ამ ხელა კაცია რა, საოცრებაა, ხო? ამ ხელა ადამიანი და არა მარტო იმიტომ კი არ არის საოცრება, ესეთ სასწაულო მოხდა. მისი ცხოვრება, მისი ღვაწლი, მისი სიტყვა ის ამბობს ესეთ რამეს, როცა ეკითხებია, რომ მეორედ მოსვლის ნიშნებიო, რა არისო მეორედ მოსვლის ნიშნებიო და ყველაზე მთავარ ნიშანი იცით რა არისო და საოცარ რამეს ეუბნება. და მე ვფიქრობ, ყველა მღვდელმა შეერაღებაში ნავიღოთ მამაო. მეორედ მოსვლის ყველაზე მთავარი ნიშანი ისაა, რომ თქვენ ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ეძებთ, მოდიხართ და მე მეკითხებით. მე მეკითხებით. ანუ მეტი რომ ვერავინ ვეღარ ნახეთ და მე რომ მეკითხებით. აი ეს ნიშნავს, პაისი ამბობს ამას, ესეთი კაცი და რაღა უნდა თქვათ მამით ჩვენ. ესე იგი მე მის თქმა მინდა რომ თავარი პრობლემა დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ის, რომ ჩვენ კი ვიცით, ოღონდ ეს ჩვენგან დამოუკიდებლად უფალმა გვაჩუქა ეს წმენა, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია, ეს კი ვიცით. მაგრამ როგორ ვეძებოთ, არ ვიცით და საუბედუროდ ვეკითხებით იმას, ვინც ასევე არ იცის. ვეკითხებით სასუფეველზე იმას, ვინც არ ყოფილა სასუფეველში. პავლე მოციქული იყო მაგალითად, პაისიც იყო მე მგონი. ვინც არაფერი არ იცის, გამოცდილება არ აქვს და უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფე. აი ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ და ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა აქედან რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს ყველაფერი განვავითაროთ სასოწარკვეთილებისკენ. მართალი არაფერი არ ვიცით, მაგრამ მარტონი არა ვართ. მართალი არაფერი არ ვიცით, მაგრამ ჩვენში არის ღმერთი. ჩვენში სულიწმინდა ღმერთია, რომელიც გვასწავლის ყველაფერ იმას, რაც ქრისტემ თქვა 2000 წლის წინ. 2000 წლის წინ რაც ითქვა, იმას დღეს ჩვენ გვასწავლის. სულიწმინდა რომ არ გვასწავლდეს, ჩვენ ვერც სახარებას გავიგებდით, ვერც წირვალოცას გავიგებდით, ვერც ზიარებას შევიგრძნობდით, ვერც ქადაგებას მოусმენდით და წმინდა მამებს რომ ვკითხულობთ, ვერაფერს გავიგებდით. და როდესაც აი ალბათ თითოეულ თქვენგანს ქონია ალბათ ესეთი გამოცდილება, რომ წლების იქით წაგიკითხავთ რომელიღაცა წმინდა მამის ნაშრომი. მოგწონს თითქოს, მაგრამ ნახევარზე მეტ, შეიძლება 80%-ს ვერ იგებ. შეიძლება გასულა წლები და იგივე მამა წაგიკითხავთ და აღმოგიჩენიათ, რომ რამდენი რამე გაიგე. კიდე რაღაცები არის გაუგებარი, მაგრამ რამდენი რამე გაიგე უკვე. ან წმინდა წერილს კითხულობ და ყოველდღიურად ახალ რაღაცას პოულობ. ეს ხდება რატომ? იმიტომ რომ ის რაც წერია, იმის გაგება შეუძლებელია თუ სულიწმინდა ღმერთმა არ გაგზარდა და სულიწმინდა ღმერთი თუ გვზდის, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტს და მეტს ვიგებთ. აი ეს არის, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ვიცით, მეორეს მხრივ ჩვენთან არის ღმერთი და ღმერთი გვასწავლის. როგორც უფალმა ბრძანა, სულიწმინდა ღმერთი არის ეკლესიაში, მონათლა, მირონცხება და ზიარება ნიშნავს, რომ ჩვენ მის მიერ მოტანილ საღვთო ენერგიას, ანუ მადლს მოვიხვეჭთ და იგი გვასწავლის. მაგრამ ერთ შემთხვევაში მხოლოდ, თუ ჩვენ თვითონ ვცდილობთ სწორი ნაბიჯით ვიაროთ. და აი ღამე ლოცვა ერთ-ერთი ტექნიკური საშუალებაა, მოდი ესე ვთქვათ. აი ახრიმანდრიტი სოფრონ სახაროვი ამბობს, რომ მზის სინათლე უხეშია საღვთო სინათლესთან შედარებით. როცა ეს უხეში ფარავს, ის ფაქიზი მეკარგება. ანუ ის ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ორგანიზებული და ყველაზე ლამაზი მატერიაც კი, როგორიც არის სინათლე, ისიც კი პრობლემას ქმნის ადამიანისათვის, რომ მან ჭეშმარიტი ლოცვა ისწავლოს. ამიტომაც დღეს ხსენებული სილვან ათონელი
მის ცხოვრებაში ცნობილია, რომ არა მარტო სიმნელეში ისდა და თვალებს ხუჭავდა კიდე, არამედ შალის ქუცაზე ჩამოიხურებდა ხოლმე თავზე, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ყოფილიყო შიგნით. ხო, აი ესეა. ათონისთაზე რომ ჩავედი პირველად, ესე იგი, ძალიან ცუდად ვხედავ. თან ტაძარი არის უზარმაზარი, თავარი ცენტრალური ტაძარი ვადოპეტის მონასტერში. და დღეს რომ ამდენი სანთელი კი არ ანთია იქ. ესე იგი, თითო ოროლა სადღაც კანდელი ბჟუტავს. და იმ უზარმაზარ ტაძარში, სიონის ხელა ტაძარია დაახლოებით თუ მეტია რა. ესე იგი, ეს პრაქტიკულად სიბნელეა და თუ არ იცი სად უნდა გახვიდე, გამოხვიდე, შეიძლება წაიქცე. ისე მიჭირდა ხოლმე გზის გაგნება რომ მივდიოდი. მაგრამ მე რა ნელა ეს საოცარ სიმყუდროვეს ბადებს და აი საოცრებაა მოკლედ რა. და ეს უნდა მოვიწყოთ საკუთარი თავისთვისაც დღეში 24 საათში ერთხელ მაინც. შეგიძლია დღე იყოს და დარაბები ჩამოაფარო, მაგრამ როგორც ესე არ გამოდის. ამიტომ ეს უნდა მოვახერხოთ ხოლმე ღამის საათებში. არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ამას ვერ აკეთებენ. ჩემდა გასაოცრად. აი პრინციპულად ვერ აკეთებენ იმას, რომ ღამე თუნდაც 15 წუთი ილოცო. არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპულად არა, მაგრამ მაინც ვერ აკეთებენ. დაიწყებენ დაანებებენ. ხოლო ისინი, ვინც აკეთებენ და თან პრინციპულად, რომ ესე და მორჩა, როგორც წესი, ასეთ ადამიანებში ისეთი რამე ხდება, რაც ენისათვის გამოუთქმელია. სოფრონ სახაროვს, ამ საოცარ, როგორც ათონის მთაზე უწოდეს, მე-20 საუკუნის გრიგოლ პალამა. ეს რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს, უნდა ვიცოდეთ ვინ არის გრიგოლ პალამა. გრიგოლ პალამა არის ძალიან დიდი ეპისკოპოსი. ძალიან დიდი. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი საბოლოოდ გააუსვა ხაზი, წყალგამყოფი გააკეთა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანობას შორის და ფორმულირება გაუკეთა. თუ რა ძირითადი პრობლემაა ჩვენსა და ლათინელებს შორის. ეს არის ეს ადამიანი. კი არ გაყო, აი ეს პრობლემა სრულად წარმოაჩინა. და მთელი ეს 14 საუკუნის ისიხასტური სული მართლმადიდებელი ეკლესიისა ფორმულით გადმოგცა და სიტყვიერად გადმოგცა და დოგმატის რანგში აიყვანა. ძალიან დიდი მამაა და აი ამბობენ ათონეზე თქვენს რომ მე-20 საუკუნის გრიგოლ პალამა არისო, არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი. და ეს დიდი ადამიანი, ათონელი მამა იყო, მე ბოლოს ინგლისში მოღვაწეობდა და იქ გარდაიცვალა, მონასტერი ჰქონდა. ესექსი, ესე ქალაქი ესექსი, იქ მოღვაწეობდა და ის ამბობს, რომ იმას რო ეკითხებიან, როგორ ვილოცოთ, ის ამბობს, რომ ყურადღება გქონდეთ გულში. საერთოდ ზუსტდება, ეს არის ანატომიური გულის ზედა ნაწილი. ყურადღება გქონდეთ გულში და მეც არაფერს არ ამბობს. დანარჩენს ღმერთი გასწავლეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრს წაიკითხავთ ლიტერატურას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას ვერ აკეთებთ, იმიტომ რომ ადამიანურ ენაზე ამის ბოლომდე ფორმულირება შეუძლებელია. შეუძლებელია რას ნიშნავს გონებით გულში ყოფნა. და გულში რატო უნდა ვიყოთ? ქრისტემ თქვა ესე და იმიტომ. ქრისტემ თქვა რომ გულში მეძებეთ. ხო თქვა? ხო და მეძებოთ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი თუ ადამიანი ამას არ ეცდება, ადვილი არ არის. მაგრამ ვინც ეცდება ამის კეთებას, აღმოაჩენს რომ ამის გარეშე ქრისტიანობას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. მისთვის უღიმღამო გახდება აი ამის გარეშე არსებული ქრისტიანობა. ეს არის ის კარები, რომელსაც რო შეაღებ, მე უკან გამოსვლა აღარ გინდა. ოღონდ ეს კარები რო გააღო, არის ერთი აუცილებელი პირობა. წინ კარში უნდა შეხვიდე და წინ კარს ქვია სიმდაბლე. სიმდაბლე არის საკუთარი თავის ადეკვატური ხედვა. საკუთარი თავის ადეკვატური ხედვა ნიშნავს, რომ შენში დაინახო ადამიანის დაცემულობა. ადამი ხო დაეცა? ადამიანის მდგომარეობა, რა მდგომარეობა? ეს არის მდგომარეობა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ვერანაირად ვერ შეხვალ სასუფეველში. აქლემი უფრო ადვილად გაძრობა ნემსის ყუნჩი, ვიდრე შენ შეხვალ სასუფეველში. აი ეს არის ადამიანის მდგომარეობა, შეუძლებლობა ჩვენი ღმერთთან ყოფობისა. ეს ამის დანახვა და აქედან გამომდინარე შემიწყალე, ხო? ეს არის სიმდაბლე, ეს არის წინკარი, ამით გეძლება უფალი ის კარები, ამით გეძლება უფლება ის კარები გამოაღო, რომელსაც ქვია აი ეს ისიხასტური ლოცვა, იესოს ლოცვა, კიდევ ვიმეორებ და თუ იქ ოდნავ მაინც შეიხედე, უკან გამოსვლა აღარ გინდა.
და იმის მერე ხვდები, რომ ყველაფერი ეს რაც ხდება, გარეგნული, მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა იმ წინკარში შესასვლელად. ეს არის საოცრება. ასე რომ და ეს არის ის ვიწრო კარიბჭე. და ეკლიანი იმიტომ არის ის წინკარი, რომ სიმდაბლის მოხვეჭა ადვილი არ არის. ადამიანის მთელი დაცემული ბუნება ეწინააღმდეგება ამ ადამიანისვე საკუთარი თავის დანახვას. არაფრით არ უნდა ჩვენს დაცემულობას, რომ ჩვენმა პიროვნებამ ის დაინახოს. ის აი პავლე მოციქული ამბობს, მე მინდა ღვთაებრივი და მიწიერს ვაკეთებო და მებრძვისო, ესე იგი საბრძოლოდ განეწყობაო. იმიტომ რომ ჩვენი პიროვნება, რომელიც უნდა ფლობდეს ჩვენ ბუნებას, ვერ იმორჩილებს ამ ბუნებას, იმიტომ რომ ეს ბუნება ძალიან აქტიურია, ნებელობა ხო აქ ბუნებას. აქტიურია და მიდრეკილია ბოროტებისაკენ. ცოცხალი თავით არ უნდა ჩვენ დაგვემორჩილოს. და აი ეს პროცესი დამორჩილებისა, რომ ჯერ უნდა დაინახო, რომ რა დღეშია, მერე იბრძოლო მარხვა, ეს არის სწორედ. ის მარხვა მარტო ის კი არ არის ხორცი ჭამო თუ კარტოფილი. კუჭის პრობლემის მოგვარება კი არ არის უბრალოდ, არამედ კუჭიდან იწყება და მთელი ბუნების დამორჩილებაა და რომ ნელ-ნელა საკუთარი თავი დაიმორჩილო და ის არ გემორჩილება და გადიხარ ამ ვიწრო და ეკლიან გზას, ჯვარცმის გზა, რასაც ქვია პავლე მოციქული რო ამბობს, რომ მე ამას სოფლისათვის ჯვარცმული ვარ და სოფელი ჩემთვის. ანუ ეს სოფელი და ჩვენ რო ესეთ ბრძოლაში ვართ, ჯვარცმას რო უტოლებს პავლე მოციქული. და ეს ვიწრო და ეკლიანი გზა სწორედ ადამიანს მიიყვა სიმდაბლემდე. როცა ჩაქინდრავს და სიმდაბლის ყველაზე ესეთი კლასიკური სახე არის ის, რასაც ქვია ავაზაკის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად თუ ვინმეს მიწიერი სათხოვარი ქონდა დედამიწაზე, ყველაზე მეტად ქონდა ავაზაკს, იმიტომ რომ კვდებოდა ჯვარს. და ავაზაკმა არაფერი მიწიერი არ ითხოვა. და ცხონება ნახეთ როგორ ითხოვა, შენთან მამყოფე კი არაო, მომიხსენეო, აი რა საოცარი სიტყვაა. ჩვენ ხო ვეუბნებით რომ გვაცხოვნე და სამართლიანად აბარა, მაგრამ ავაზაკი ამასაც კი ვერ ბედავს. იმას რო ვერ ბედავს, რომ ჯრიდან ჩამომხსენიო, ხო ვერ ბედავს, მაგრამ იმასაც ვერ ბედავს, რომ იქ მამყოფე შენთან, არა მომიხსენე, იქ მომიხსენე. და აი წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ავაზაკის მდგომარეობა არის უმაღლესი ნიშნული სიმდაბლით, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის მერე თავისთავად ცხადია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ინანოს. და ამიტომ ვამბობთ ყოველი ზიარების წინ, არა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა, არამედ როგორც იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აგიარებ, მომიხსენე უფალო სასუფეველო საშენზე. იუდა ქრისტესთან არის მოციქულია, მაგრამ მიწიერს ელოდება ქრისტესაგან, მიწიერს ითხოვს. ჩვენც ვართ ესე, ჩვენი უფალთან ურთიერთობის мотивация ხშირად მიწიერი პრობლემებია ხოლმე. ეს იუდას მდგომარეობას გაავს და ავაზაკის ყველაზე მეტად ჭირდება, ყველაზე მეტად, იმიტომ რომ კვდება ჯვარზე და ქრისტეს შეუულია მისი ხსნა, მაგრამ მიწაზე არ ფიქრობს ავაზაკი. აი ეს არის საოცარი მდგომარეობა სიმდაბლისა, რომელმაც ავაზაკს გაუხსნა ის სასუფეველის კარები და აი თუ აი ამ გზაზე ვიდგებით, მაშინ შევალთ სწორედ აი კარებში, რომელსაც ქვია კარები შინაგანი ყუდროებისა, შინაგანი სიჩუმისა. და ის ღამის ყუდროება შექმნილი ისევ ღმერთის მიერ არ არის შექმნილი ღამეც. ღამის ყუდროება ხელს გვიწყობს, რომ შინაგანი ყუდროება ჩვენში ნელ-ნელა ესე აღორძინდეს. ეხლა დავიღალე მე თქვენ თქვით რამე. ხო, კითხები გისმენ? ბატონო? კი, მომეცით, აბა. ყოველდღიური ყოფითი ცხოვრება როგორ უნდა მოვათავსოთ ლოცვით მდგომა. რაც მე თქვი, ხო გაიგეთ? ხო დაიწყებთ? ყოველდღიური ყოფითი ცხოვრება როგორ უნდა მოვათავსოთ ლოცვით მდგომარეობაში, რომ ფიზიკური ყოფა, არსებობა და ღმერთთან ურთიერთობა ჰარმონიული იყოს. საერთოდ იგივე სათანასელი მოსელიც ამბობს და ბევრი წმინდა მამა ამბობს, რომ გარეგან ყოფას და ფორმას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის არსი, შინაგანი არსი. შიგნით რას ვაკეთებ. ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ეს თუ არ არის, ის გარეგანი ფორმას თუნდაც მონოზონი ვიყო, არაფერს იძლევა. ის რომ თქვა შესაძლებელია თუ არა გარეგანი და შინაგანი იყოს ჰარმონიაში,
აი მაგალითად მე მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი, ხშირად მომყავს ეს მაგალითი, ძალიან მარტივი მაგალითია, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად ხსნის, თქვათ, რაზე გვინდა საუბარი. მანქანით როცა მოძრაობთ და მძღოლი, რომელიც საჭესთან ზის, ვისაც ვინც მანქანის ტარება იცის, ის მიხვდება რას ვამბობ. ვინც კარგად იცის მანქანის ტარება, ვისაც მანქანა სხეულის გაგრძელებათა აღქმული და ისე მართავს, რომ ზედმეტი ფიქრი არ ჭირდება. მას შეუძლია, რომ საკმაოდ რთულ გზებზეც იაროს და ანუ თლიანად ჩართული იყოს მისი ფსიქოსომატური ნაწილი, ადამიანური თლიანად ჩართული იყოს მანქანის მართვაში და ამავე დროს პარალელურად გვერდზე მყოფ ადამიანს გულითადად ესაუბრებოდეს. ხომ შეიძლება? ხომ გინახიათ, კინოში მას ხო გინახიათ, რომ სადადიან და ლაპარაკობენ. ხო. ესე იგი, ნახეთ, შესაძლებლობა შეიძლება, ვისაც თქვათ, სულიერი ცხოვრება აქვს, მანქანაში იყოს და ილოცოს გულით. აი, ჩაჯდეს მანქანაში, ამ გარესამყაროს გაეთიშოს, ტარება უნდა იცოდეს, ხა შენ ვატარებ ისე ეს მანქანა ჯერ არ მაგით ვერ იზავე. აი, მართლა რომ კარგად ეს გეცოდინება ტარება, მე შეიძლება ამას ჯერ არ დაიწყო, ეგ არ დაგვამტრიო. და შეუძლია აბსოლუტურად აი გონება გათიშოს მანქანის ტარებიდან და მანქანას მართავს ტვინის ფუნქცია. ტვინის ფუნქციას რომ მანქანის მართვა შეუძლია გონების გარეშე, საიდან ჩანს ისიც, როცა რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იქნება ხოლმე, ძღოლი რაღაცას გააკეთებს და მე რო კითხო, თვითონაც არის ის რა გააკეთა და სიტუაციიდან როგორ გამოძრა. ტვინმა გააკეთა ეს. ანუ ტვინმა შეიძლება მართოს მანქანა და გონებით თითქმის ისიხასტურ ლოცვის მდგომარეობაში იყო. Დამდროს დაკავებული ხარ, დამერწმუნეთ, ხელები, ფეხები, თვალები, სულ დაკავებული ხარ, ნერვული სისტემა. ანუ ეს მაგალითად რატომ მოვიყვანე? შესაძლებელია ადამიანმა იცხოვროს საერო ცხოვრებაში, მაგრამ გულში იყოს მონოზონი. ამის შესაძლებლობა არსებობს. თუ ადამიანი მაინდა-მაინც იტყვის, რომ არა მე უფრო მაღალი ხარისხის მინდა, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი ეს გააკეთე ერში და თუ უფალი დაინახავს, რომ შენთვის კიდე მეტია საჭირო, ყველაფერს გააკეთებ შენ ცხოვრებაში იმისათვის, რომ შენ მონოზონი გახდე. გესმით და თუ ამ ეტაპზე შენი მონოზნობა ვერ რეალიზდება, შეუძლებელია გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, შენ მაინც შეძლებ მონოზნობა შინაგანად, როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, ვერობა გინდა? თუ მართლა გინდა, შენ უკვე ხარ ბერი, ასე იცოდა ხო. ხო, ესეა. ერთადერთი რაც ხელს უშლის ადამიანს, ერთადერთი შემთხვევა, როცა ხელს შეგიშლის შენ გარეგანი ცხოვრება, ეს არის, ორი შემთხვევა. როცა აშკარა ცოდვიანი ცხოვრება გაქვს, თქვათ, სამორინეს მე პატრონე ხარ, თქვათ. აშკარა ცოდვაში ხარ, ხო? ეს ერთი შემთხვევა და მეორე, როდესაც შენი ცხოვრება აბსოლუტურად დაუგეგმავი გაქვს. აი დაახლოებით, შედიხარ სახლში, თქვათ, არის ორსართულიანი სახლი უნდა აკურთხო და მაგარი სახლია სრული კომფორტით და რა აღარ არის და მე რეკითხები რომ სად ვილოცოთ ხატების კუთხე ხანდახან არის ხოლმე განსაცვიფრებელი პასუხი მამა ვიცი ხატების კუთხისათვის ადგილი რაღაცა არათუ ვერ მიხვდნენ არამედ ანუ არ ეყოთ ადგილი ხატების კუთხისათვის და ყველა კუთხეში რაღაც მაგარის ყველა მყუდრო ადგილას რაღაც მაგარი რაღაცა ან ტელევიზორია ან სურათია ან ტახტია რაღაცა ანუ ისეთი ორგანიზებული გაქვს შენ ცხოვრება რომ შენ თვითონ არ დატოვე ადგილი ღმერთისათვის შენ თვითონ ანუ ერთი დღე უფლისო ხო ის ერთი დღეც არ დატოვე ეს მხოლოდ შენი ბრალია უდისციპლინო არანორმირებული არაორგანიზებული ცხოვრება შეიქმენი შენ თვითონ ხო და ესე რომ ეს არავის ბრალი არ არის გარდა ჩვენი ბრალისა. როგორ უნდა გაანასხვაოს ადამიანმა მართლა ცოცხალ ღმერთს განიცდის ու ემოციურად გზნობიერად იტვირთება და გონია რელიგიურად გზნო. ემოციურად როცა ადამიანი განიცდის ცოცხალ ღმერთს, კი ბატონო, ის ემოციურადაც აგზნობს, ფსიქოლოგიურადაც აგზნობს. ჩვენ ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაც გვაქვს, რომ ღმერთი ვეძებოთ. ხანდახან იციან ხოლმე, რომ ეგება ყველაფერი ტყუილია და მე უბრალოდ ფსიქოლოგიური მოთხოვნილება მაქვს. როგორ არა გვაქვს? ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაც მაქვს და ხორციელი მოთხოვნილებაც მაქვს. და სულიერ ყველანაირი მოთხოვნილება მაქვს, რომ ღმერთთან ვიყო. მაქვს, ამიტომაც ვეძებ და უამრავი რელიგიაა შექმნილი ამიტომ. როცა ადამიანებმა ღმერთის გამოცხადება ან ვერ შეიწყნარეს, ან არ იცოდნენ, თვითონ ეძებდნენ და ქმნიდნენ რელიგიებს. არის და ასევე ადამიანი განიცდის უემოციო და უგზნობელი მყდარია.
ცოცხალმა ადამიანმა როგორ არ უნდა განიცადოს. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ შეიძლება მოგვატყვილოს ან დაცემულმა ბუნებამ ამ ეშმაკმა. რა არის პრევენციული, აი გამოცდილი ადამიანი, ხო, რომელმაც ღმერთთან ურთიერთობაში უკვე გარკვეული ეტაპი გაიარა და მან იცის ღმერთი როდის არის მასთან, გამოცდილი ადამიანი ზუსტად ხდება. ეხლა ჩემთან უფალი იყო. უფალი იყო ჩემთან ეხლა. და ეს მე ვიცი ჩემი შინაგანი საოცარი სიმყუდროებით და ესეთი ბედნიერების განცდით, რომელიც არსად არ არის, განძრევაც კი არ შეიძლება ამ დროს. აი რამდგომ აი ესე რო იყო ჩახლართული. არ უნდა გაინძრე. არ უნდა გეყოს, არ უნდა გქონდეს იმის თავხედობა, რომ ასე ვარ. აი ღმერთი მოვიდა. აბა ეხლა ავდგე ჯარისკაცები და ვილოცო და ნახე როგორ გავიჩერო ღმერთი აქა, ეგრევე დაკარგავ. იმიტომ რომ შენ რომ ჯარისკაცები დგები, იმიტომ კი არ მოდის. 8 წელში რო ხარ, იმიტომ კი არ მოდის. იმიტომ მოდის რომ უნდა და მოდის. და რატო უნდა? რისთვის უნდა და ამ დროს რატო უნდა და არა სხვა დროს, როცა იბუძვი, ეგ არავინ იცის. ამიტომ როცა მოდის ის ჩვენგან დამოუკიდებლად მოდის. ერთ-ერთი ნიშანი ის მოდის ჩვენგან დამოუკიდებლად. არასოდეს არ მოდის შენს დაკვეთაზე. რაც არ უნდა ღამეები ათიო და რაც არ უნდა ისიხასტურ ლოცვაში ჩაიძირო, რაც არ უნდა ეზიარებო და შენ დაკვეთაზე ის არ მოვა. მისი მოსვლა ყოველთვის მოულოდნელია. ეს შეიძლება იყოს ლოცვის დროს, შეიძლება ზიარების დროს, შეიძლება თებშეცვალზე რეცხავ მაშინ იყოს. აი რეცხავ თებს და უცებ მოვიდა. არ დაიწყო, არ მიხვიდე ხატების კუთხესთან და ლოცვა არ დაიწყო. იქ გაჩერდი, სანამ ეს მდგომარეობა გაქვს. თორე ეგრევე დაკარგავ. დაკარგავ იმიტომ, რომ შენ გგონია კიდევ მეორე, აი ახლა რომ მივალ ასე, აბა მე ვიცი რასაც ვიზავ, ვერაფერსაც ვერ იზავ. ეგ ერთი. მეორე, თორსა მადლი მოდის, მას მოაქვს საოცარი სიმშვიდე. სიმშვიდე. და არა, აი როგორ მოდის, იცი, როგორც ელია თესბიტელს ეცხადება, გრუგვინვაში, ჭექა ქუხილში, ცეცხლში, კარიშხალში, არა, ჩუმსიოში მოდის. აი ეს. და აუცილებლად ესეთ მოსულებს აქვს ნაყოფი. ერთხელ მოვა, ორჯერ მოვა, 10ჯერ მოვა და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ შენ ემსგავსები ქრისტეს ყველაზე მთავარში. ერთადერთი ადგილი წმინდა წერილში, სადაც უფალი ამბობს, რომ ჩემგან ისწავლეთო. ეს არის ადგილი, ისწავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულთან. მე სხვა ადგილი არ მახსენდება ჩემგან ისწავლეთო. ნუ ყოველ შემთხვევაში პრინციპი, აი, სულ ყველაფერი უნდა ვისწავლოთ, მაგრამ აი ესეც გამოკვეთილად ამბობდეს. ისწავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. სიმშვიდე და სიმდაბლე მოდის. და რა, როგორ გავიგო, რომ სიმშვიდე და სიმდაბლე მაქვს? მაგაზე ადვილი რა არის? პირველ რიგში შევხედე, რომ ფეხს დაგაძგავს, მაშინ რა შემთხვევით, ან მანქანას გადაგიჭრის ცუდად, ან ისე შემოგხედავს, ან თვალებს უსამართლოდ მოგექცევა და შენი მდგომარეობა, თუ შენ თუ სიმშვიდე და სიმდაბლე არ გაქვს, აფეთქდები. კაწეწა მოგინდება. კიდე რა დააყენო თავის ადგილას და ასე შემდეგ. და თუ სიმშვიდე გაქვს და სიმდაბლე, ვერც კი გაბრაზდები. გახსოვთ ის ფილმი როა რეკორდი. როდის ისროდა, როცა თუ არ შეაგინებდა ვერ გაისროდა, ხო? არ შეუძლია ამ ადამიანს აგრესია გამოხატა. ამ შემთხვევაში ჩვენ ისეთები ვართ, რომ როდ შეგვაგინონ, მაინც არ შეგვილია, თუ ეს სიმშვიდე და სიმდაბლეა. ეს უკვე ხდება შენი თვისება, მადლის მიერ. ესია. რამდენად შესაძლებელია ზედმეტად პედანტ ადამიანს ცოცხალი ღმერთის განცდა ჰქონდეს. ყველაფერი ზედმეტობა არის ანომალია. ყველაფერი ზედმეტობა. პედანტიზმი ეს არის გარეგანი ცხოვრების წესისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, ავადმყოფური, შეიძლება ასე ითქვას, და თუ ეს რელიგიურ ცხოვრებაში ვლინდება, შეიძლება შექმნას ამ პრობლემა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანმა ესეთი რამეში ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ყოველას რაღაცა პრობლემა გვაქვს. ყოველას რაღაცა პრობლემა გვაქვს. ქრისტიანული ცხოვრება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენ ეს პრობლემები დავინახოთ. საკუთარი თავის შემეცნება არის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე და ფრაგმენტი შეიძლება ასე ითქვას. და თუ დაინახე რომ პედანტი ხარ, ანუ მიდრეკილი ხარ გარეგნული წესრიგისაგან ოღონ გადამეტებულად ზომიერების გზნობის დაკარგვით, მაშინ უნდა უკან დაიხიო, ნაბიჯი გადმოდგა უკან ცოტა. იმიტომ რომ პედანტიზმის ყველაზე საშინელი გამოვლინება იყო ფარისეულობა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, ადამიანი შეიძლება ყველაფერს იდეალურად აკეთებდეს გარეგნულად, მაგრამ შინაგანად იყოს ცარიელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანზე გარეგნულად ქაოსიც არ შეიძლება. იმიტომ რომ ღმერთი ხო წესრიგია, ამიტომ შინაგანი წესრიგი ბადებს გარეგნულ წესრიგს.
მაგრამ ფორმა არ უნდა აჭარბებდეს შინაგანს. ამიტომ ამას კონტროლი ჭირდება. როცა ადამიანი ამბობს, ცოდვილი ვარ, სუსტი, სამკურნალო პედანტიზმის არის ისევ ეს სულიერი მდგომარეობა, სწორი, რასაც ისიხასტური მდგომარეობა ქვია, ანუ ნამდვილი ლოცვა. როცა ადამიანი მართლა ლოცულობს, როცა ადამიანი მართლა ქრისტეს ეძებს სიმდაბლის, თავის უღირსებას ხდება, თავისი წესრიგითაც და პედანტობითაც ვეღარ იხიბლება რა. და აღარ ფიქრობს, რომ რადგან მე ესეთი მოწესრიგებული ვარ, შენზე მაგარი ვარ. ანუ ადამიანს ესეთი შეფასების ორიენტირი აღარ აქვს. იმიტომ რომ ადამიანის შეფასების კრიტერიუმი ძალიან ზემოთ აიწია და უსასრულობაში პირველ რიგში მას საკუთარ თავს ადრის, ხედავს აბსოლუტურ უღირსობას იმ უსასრულო ნიშნულთან შედარებით, რომელსაც უნდა ისწრაფოდეს, რომელიც მისი ვალდებულებაა და მას უბრალოდ აღარ ექნება იმის თავი, რომ სხვისი ნაკლებად მოწესრიგებულობა განიკითხოს, იმიტომ რომ თავის მოწესრიგებულობას არარაობად ჩათვლის. არაფერია სინამდვილეში ეს. არაფერი არ არის ჩვენი მოწესრიგებულობა. ეს არის რაღაც დამხმარე საშუალება, რომელიც შეიძლება ხელი შემშლელიც აღმოჩნდეს. როცა ადამიანი ამბობს, ცოდვილი ვარ, სუსტი, დაცემული ვარ, მაგრამ მაინც ბევრ რამეს ამპარტავნულად იგებს, სხვებს ადვილად განიკითხავს, საკუთარ აზრებს ეენდობა, არ ებზვის საკუთარ სისუსტეებს, ხომ არ არის ეს საკუთარი თავის მოტყუება, ან ქვეცნობიერად დაჯერება, რომ არასწორად იმეცნებთ მდგომარეობას, სინამდვილეში კი ვერ განვიცდით საკუთარ ცოდვილობას. ეს ვინ დაახასიათე? ხო, საერთოდ ჩვენ ქრისტიანობაში, ეკლესიური ცხოვრების სინამდვილეში ჩვენ ვსწავლობთ ბევრ რაღაცას და მათ შორის მზაკრობასაც. და ეს მზაკრობა ვლინდება სწორედ ამაში, რომ მე ვიცი რა ვთქვა, მე ცოდვილი ვარ, მე გლახაკი ვარ, მე ყველაზე ცოდვილი ვარ, მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, მე გესმი ვებრძვი თითქოს ჩემ ცოდვებს, ვნებებს, ეს ფორმა, აი მიმიკრია რო არის ცხოველებში რა, რომ ისეთ სახეს და ფორმას იღებს, რომ დაცებელმა არ შენიშნოს. ამ შემთხვევაში სხვის თვალში, რომ მე გამოვჩდე კარგი, ეს ხო ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანის თვისებაა, რომ სხვის თვალში ვინა კარგი გამოვჩდეთ. ეკლესიას თავის კანონები აქვს, ერში თავის კანონები აქვს. ეკლესიის კანონები ესეთია, რაც უფრო თავდაბალია ადამიანი და რაც უფრო საკუთარი უღირსების დამნახველი, უფრო კარგ ტონად ითვლება. ამიტომ მე რომ სხვის თვალში კარგი გამოვჩდე, მე ვცდილობ, რომ აი ესეთი ვიყო. და ეს იმ დონეზე კარგად გამომდის, თუ კაი მსახიობი ვარ, რომ საკუთარ თავსაც ვატყვილებ. შესაძლებელია როგორ არა. რითი განიკურნება ესეთი ადამიანი? ესეთი ადამიანი გარეგნული ღვაწლით არ განიკურნება. პირიქით, რაც მეტ დაუჯდომელს წაიკითხავს ესეთი ადამიანი და რაც მეტ კანონს და რაც უფრო ხელაპყრობილი იდგება, მითი საქმე უფრო ცუდად და ცუდად წავა. რაც მეტად ეზიარება და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ეზიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის სასიკეთო, როდესაც ადამიანი სინანულშია და სიმდაბლეშია. და თუ ადამიანი სიამაყეშია და საკუთარ ცოდვებს სინამდვილეში ვერ გრძნობს და თამაშობს, მაშინ რაც მეტად ეზიარება, შეიძლება უფრო მეტად და მეტად დამძიმდეს, მეტად და მეტად შევიდეს მასში ბოროტი, როგორც იუდაში შევიდა ბოროტი. გამოსავალი ერთადერთია შინაგანი ცხოვრება. წმინდა ეგნატე ბრიანჩანოვი ამბობს, რომ გარეგანი ღვაწლი ადამიანს თავდაჯერებულობაში განამტკიცებს. ამას ამბობს საოცარი ასკეტი, დიდი ბერი, დიდი მლოცველი. ეგნატე კავკასიელი, ბრიანჩაინოვი. ეს არის საოცარი ადამიანი, მან შექმნა საოცარი ნაშრომები, მთელი ასკეტური ლიტერატურა დააკონსპექტა და ეს ყველაფერი განიხილა განსაკუთრებულად სინანულის კუთხით. და ესეთ რამეს ამბობს და გარეგანი ღვაწლი კიდე არსებობს ყველგან, სადაც არ არის მცდელობა ვისწავლოთ გონიერი ლოცვა. გონიერი ლოცვის ყველაზე ძლიერი საშუალება გონიერი ლოცვა რო ვისწავლოთ არის იესოს ლოცვა. თუმცა იესოს ლოცვა არ ნიშნავს მარტო გონიერ, შეიძლება ტექსტობრივ ლოცვას კითხულობდეთ და ისიც გონიერი ლოცვა იყოს. ოღონ ამას ცოდნა უნდა როგორ გავაკეთოთ ეს. ხო და აი ესეა და ამიტომ სხვა წამალია, იმიტომ რომ გონიერი ლოცვა რა არის? ეს არის მცდელობა, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაჩნდეს. და როგორც კი ეს ჩდება, იმ წამს ვხვდები ვინც ახარ. ვინ წამს ვხვდები, გესმის ვინც ახარ? არაფერი ხარ. ღმერთთან შედარებით არაფერი ხარ. და იწყება უკვე ნამდვილი სულიერი ცხოვრება და ნამდვილი სინანული. როცა თორე კიდევ ვიმეორებ აი სამწუხაროდ რა,
ადამიანები, რომლებიც კმაყოფილდებიან გარეგანი ქრისტიანული ცხოვრებით, როგორც წესი, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგავენ სულიერ ცხოვრებაში წინ. ეს არის ძალიან საშიში, ძალიან. როცა რაღაც ისეთი რაც ღმერთთან ურთიერთობაში გვიშლის, ხელს თვით ლოცვის დროსაც კი, როგორ შეიძლება მოვიშოროთ. ისეთი რაღაცა, რაც საცოდვა არის ის, რაც ლოცვაში ხელს გვიშლის და რაც შეეხება იმას ხელისშემშელი ფაქტორები, ის ძალიან ბევრია. გონების გაფანტვას, უყურეთ, აი თქვა გონების გაფანტვა. გონების გაფანტვა ძალიან რთულია ამასთან ბრძოლა, იმიტომ რომ გონების დამორჩილება ადვილი არ არის. მარხვა იწყება არა გონების დამორჩილებით, არამედ კუჭის დამორჩილებით, ხო ვიცით? მაგრამ გონების გაფანტულობას ხელს უშლის გონების გაფანტულებასთან ბრძოლას ხელს უშლის არასწორად ლოცვა. პირველი არასწორად მოტივირებული ლოცვა. ჩვენ არასწორად მოტივირებული ვართ ლოცვის დროს. აი მაგალითად. ახლა მე რო გითხრა რომ მოდი რა ხვალე დილი და მთელი დღე იძახე რომ აბა მიშველეთ დამეხმარეთ, ოღონ გონება არ გაგეფანტოს. ანუ როცა იტყვი მიშველეთ და დამეხმარეთ, შენი აზრი მხოლოდ ამ ორ სიტყვაში იყოს. არსად ეს სიტყვა შენი აზრი არ წავიდეს. დამერწმუნე ვერ შეძლებ. შენ შეასრულებ ჩემ თხოვნას, მთელი დღე იტყვი რომ მიშველეთ ხალხო და დამეხმარეთ, მაგრამ თან პარალელურად უამრავ რაღაცაზე იფიქრე. ესე იქნება 100%-იანი. ახლა ჩავატაროთ ახლა მეორე ვარიანტი განვიხილოთ. შენ სადღაც მიდიხარ და ძალიან ღრმა თხრილში ჩავარდი. სადაც იქიდან შენი ამოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. გამორიცხულია. მაგრამ იქ არის ტრასა, სადაც ფეხით მოსიარული ადამიანები შეიძლება დადიოდნენ. და შეიძლება გაიაროთ და შეიძლება იმ გავლის დროს შენი ხმა თუ ძალიან ხმამაღლა იყურებ მიწვდეს. თუ არა და შიმშილი სიკვდილი გემუქრება. დამერწმუნე შენ იქ იყურებ მიშული და შემიწყალე ისე, რომ გონება არ გაგებნება. და მთელი შენი არსება ამ ორ სიტყვაში, შენ აღარ იარსებებ. შენ იქნები ეს ორი სიტყვა, მიშველეთ, შემიწყალეთ, მიშველეთ. ეგების ვიღაცამ გაიგოს და ამომიყვანოს. რატო? პირველ შემთხვევაში შენი სიტყვები მოტივირებული არ იყოს სწორად. შესაძლებელია საშველი არაფერი გჭირს. მეორე შემთხვევაში კი ესეა ჩვენი ლოცვითი მდგომარეობა. სანამ ადამიანი თავის თავში ადამიანის დაცემულობას არ დაინახავს. სილვან ათონელს და დღევანდელ სილვან ათონელი, ეს არის საოცარი წმინდანი, როგორც გითხარით და ცხოვრობდა ძალიან usუფთავესი ცხოვრებით, ძალიან საოცარი პიროვნება და საოცარი ასკეტი იყო. თან ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი, უზარდებით კაცი იყო და ესე იგი, ამიტომ მისი ღვაწლიც იყო ძალიან ძლიერი. და ბევრ შრომობდა კიდე, ძალიან ბევრ შრომობდა და ნუ მოუთხე დაღამე ლოცვაში და ეთყობა, აი ანტონი დიდს რო გაუჩნდა, დიდია, მაგრამ გაუჩნდა ეს, რომ აბა შენზე კარგი თუა ვინმე ანტონი. და უფალი გამოეცხადა, აი ეს საპოჟნიკი, სპეციალურად მეწაღე, შენზე უკეთესია. წავიდა და ანახა. რატომ არის მე ეს უბრალო ერისკაცი, საპოჟნიკი. სპეციალურად ვამბობ, რომ მეწაღეა, ხო? რატომ არის უკეთესი? და ეს ეთყობა აი ადამიანები ვარ და ნუ ღვაწლშია, საოცარ ღვაწლში და ქონდა გამოცხადება ღვთისგან, რომ შენი ღვაწლი, ნახეთ ასე უნდა გამოცხადებაში. შენი ღვაწლი საზიზღარია ღვთის წინაშე. რა დაემართებოდა ადამიანს, რომელიც ისუფთავით ყველას აღუმატება, რა ვიცი, უსასრულო რაოდენობით. და გაოგნდა და მე ასწავლის. ამ ყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში და სასო არ წარიკვეთო. ანუ ამით რა ასწავლა უფალმა? ეს გამოცხადებაში აქვს მიღებული, რომ შენი თავში და აი შენ თავში დაინახე ადამიანის, შენ რაც არ უნდა მაგარი ღვაწლი გქონდეს, ადამიანის შვილი ხარ. ადამიანს სიკეთის კეთებით ცხონება არ, რატო უყურეთ? აი უფალი ამბობს, თუ არ დაიბადები მეორედ ვერ შეხვალ სასუფეველში. უფალს არ უთქვია, რომ უკეთესი გახდი და სასუფეველში შეხვალ. უფალს არ უთქვია, რომ ცოდვები დატოვე და გამომყევი. უფალმა თქვა, შენი თავი დატოვე და გამომყევი. იმიტომ რომ უფალმა ამით გვითხრა, რომ ცოდვას ვერ დატოვებ. მეორე, უფალმა ამით გვითხრა, რომ რაც ხარ, როგორც არ უნდა გაუმჯობესდე, შენ ჩემთან ვერ იცხოვრებ. არ შეგიძლია სასუფეველი ჩემთან ცხოვრება. ძროხა როგორც არ უნდა ავარჯიშო. რაც არ უნდა ფიტნეს კლუბში ატარო, ირემი ხო ვერ გახდება, ძროხა დარჩება. ხო ესეა. არ შეუძლია ადამიანს თავისთავად ეს. ესმის, ამიტომ ქრისტიანობა გვასწავლის, რომ მეორედ უნდა დაიბადო და საკუთარი თავი დატოვო ნიშნავს იმას, რომ შენმა პიროვნებამ რეალიზება დაიწყოს ღვთის მადლით. და ეს ნიშნავს იმას, რომ აი იგივე სერაფიმე საროველის ცნობილი სიტყვები, რა არის ეკლესიური ცხოვრების აზრი? მადლის მოხვეჭა.
ესე იგი, შენ უნდა ცხონდე მადლით. მადლით თუ არ დააგროვე და ყოველი სათნოება აღესრულება მადლი და შენ რო ნაყოფებს აი სულიწმინდის ნაყოფი როა გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული რო ახსენებს, ეს არის სულიწმინდის ნაყოფები ყველაფერი. მაგრამ კითხვას ჩდება, აბა სიკეთე რაღა არის? რო ვლოცულობ, რო ვმარხულობ, ქველმოქმედებას რო ვეწ, აბა ეს რა არის? ეს არ გაცხოვნებს. და მეცაც ვიტყვი ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს ერთგვარი ტექნიკური საშუალება, რომ მადლი დააგროვო. ანუ სიკეთეს აკეთებ არა იმისათვის, რომ ცხონდე. სიკეთეს აკეთებ იმისათვის, რომ მადლი მოიხვეჭო. გახსოვთ რა როგორ გვასწავლიან ხო? აი მოწყალებას რო გასცემო. რა ფასი აქვს? როდის აქვს ფასი მოწყალებასო? როცა ქრისტეს სახელით აკეთებსო, ხო? ქრისტესათვის როცა რა შეიძლება ქრისტესათვის ვაკეთებ? ქრისტეს მადლი რომ მოიხვეჭო εμისათვის. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი. მადლი. როგორც კი მადლს მოიხვეჭა, აი მხოლოდ მერე ხდება, რომ ადამიანი ნელ-ნელა იწყებს აი იმ ცხოვრებას, რასაც ქვია სულიერი ცხოვრება და გონების გაბნება. სწორედ იმქიდან გამომდინარეა, რომ მე ეს პრობლემა მაქვს. ვერ ხედავ საკუთარ დაცემულობას, ვერ შევღაღადებ უფალო შემიწყალე და პლუს მადლი არ მაქვს. პავლე მოციქული ნახეთ ლოცვაზე რა საოცარ ამას ამბობს. მე კი არ ლოცულობ, პავლე ამბობს. ჩემში ლოცულობს მადლი და რომელიც ამბობს, მამაო, შეღაღადებს. ანუ გესმით, სათნოება მათ შორის ლოცვა სრულდება არა ჩემს მიერ, არამედ ჩემში არსებული მადლის მიერ, რომელიც ამ საქმეს მე მithulis, იმიტომ რომ მე ჩემი ნებით, ჩემი არჩევანით ვეთანხმები, კი მე ესე მინდა და აჰა თუ გინდა მე შენთან ვარ და გვეხმარებ. სანამ ამ მდგომარეობას არ მივახცევთ, გონება ყოველთვის გაგვეუბნება. და თუ ამ მდგომარეობისკენ არ წავალთ, ვერასოდეს 30 წელი, 50 წელი იცხოვრებ, გონებას ვერ დაიკავებ. ეს არის თავარი პრობლემა. აი ესე რომ მაგა განკითხვა. მოდის ადამიანა განვიკითხავ მამაო, განვიკითხავ. იმიტომ და ვერ ერევი, იმიტომ განიკითხავ, რომ შენი თავი ქვემოთ კი არა გონია, შენი თავი გონია რაღაც დონეზე. ყოველთვის. ოღონ ესეთი დონეა, რომ ყველა დაბლა არ შენს დაბლა. გესმით? ამიტომ ყველას განიკითხავ. სანამ არ მიხვდები, რომ ადამიანის დაცემულობა გაქვს, რომ ნემსის ყუნში უფრო გაძვრება აქლემი ვიდრე შენ სასუფეველში და რომ ადამიანისაგან შეუძლებელიაო ცხონება, მაგრამო ღმერთის მიერ შესაძლებელიაო. აი ეს ღმერთის მიერ შესაძლებელი, რომ გაიგებ რა არის, მე აღარ განიკითხავ სულას და დაიწყებ მუშაობას, რომ ღმერთი მოიხვეჭო შენში. ქრისტიანული ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ადამიანი ღმერთის მადლის მოხვეჭას იწყებს. ეს იწყება მაშინ, როცა ადამიანი თავის დაცემულობას დაინახავს, რომ იღუპება. მიშველე ღმერთო, მხსნელი მინდა. იესო რას ნიშნავს იესო? მხსნელს. რისგან მხსნელს? ცოდვისაგან, უფალი ხო ესე გვასწავლის. აი ესე. და ბოლო ფურცელი კი მაგრამ ეცდები მოკლე პასუხები გაგცეთ. როგორ შეიძლება მოიქცე მაშინ, როცა გული ღვთის წინაშე სინანულს ითხოვს მეტანის გაკეთების სურვილით ან განმარტოებული ლოცვით და თუ კი ხვდები, რომ ეს გარეგნული ქმედება შეიძლება სხვისთვის დამაბკოლებელი აღმოჩნდეს, ან სულ მცირე განკითხვაში ჩავარდეს, მაგრამ ამ გულისა და გონების კარნახს ვერ ერევი. სხვების თვალწინ აი ესეთი ლოცვითი მდგომარეობის გამოვლინება სწორი არ არის. ანტონი დიდი ერთხელ ლოცულობს ტაძარში და უცებ სინანულით ამოიოხრა. ოღონ ისე რომ გვერდზე მყოფებმა ძმებმა შეამჩნიეს და მიხედა და შენდობა ითხოვა. შენ ლოცვითი აი ეს ხელაპყრო ზოგადად ტაძარში დადგება და ასე დადგება. ღდელი როცა დგას, მას ტიპიკონით ევალე. პირდაპირ მიწერია რომ ეს ტრადიცია, ესე დავდგე და თუ გინახიათ ვინც თქვათ დგახართ წიროზე ჩვენი მრევლის წეროს, ვცდილობ რომ ესე არ დავდგე ხოლმე. ახალი ნაკურთხევდელი რო ვიყავი, მეგონა რაც მოთავწევდი ხელებს, უფრო მაგარი ტიპი ვიყავი, ესეც მიწირავს. ღმერთმა შემიწყალა, თორე დავრჩებოდი ესე. ხო. აი ესე, ახახა. სინამდვილე ეს სიმბოლოა. ღმერთი ზეცა ცახო არ არის, ეს სიმბოლოა, შენი სხეული თითქოს, მაგრამ სინამდვილეში აქ. მაგრამ ესეც ღდელს ევალება ტიპიკონით, როცა სხვის დასანახავად. აი თუ ერთად გვილოცია ოდესმე ხო, ან ტრაპეზის დროს რო ლოცულობთ, ან რაღაცა არა ჩემ მრევლის წერს, არც ეს არ დავნახია, რომ
წირვაზე იქ საზოგადო მსახურებას თავის ხალხის წინაშე ესტრემი არ უნდა გააკეთო. არც მეტანია და ეგ არ შეიძლება. აბა როგორ რომ მინდა ხო და ისწავლე. აი წარმოიდგინეთ, როდესაც სასკრიბლო სარეცელზე ვიქნებით. და პარალიზებული რო წეხარ და ვეღარ მოძრაობ. როგორ აისრულებ გულის სურვილს, რომ აი ესე ილოცო, როცა ვეღარც მეტანიას აკეთებ, ვეღარც პეჯვარს იწერ, ვეღარც ლაპარაკობ, ლუღლუღიც კი აღარ შეგ, როგორ უნდა ილოცო? აი მაშინ ხვდები, რომ შენ თურმე გჭირდება შინაგანი გონიერი ლოცვა. და რო არ იცი? რო არ გისწავლია? მარტო რომ მოყვებოდი ამ გარეგნულ და აი ხუთი კანონი წავიკითხე დღეს რა გაია? ეგრე არ შეიძლება. ესმის არსი. ხო და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შიგნით. ზოგადად რო განვაზოგადოთ, შეიძლება ასე ითქვას, რომ უსამართლოდ მოყენებული სასჯელი, ტკივილი, თუ ადამიანი ამას დუმარებით დაითმეს, როგორც ამას პეტრე მოციქული გვასწავლის, ადამიანს ამსგავსებს ქრისტეს, რაც არის ჩვენი მიზანი. მობაძავ ჩემ და იქმნით პავლე მოციქული ამბობს, ვითართ სამე ქრისტესა. თავად ის ადამიანი, ვიზეც განხორციელებულია ეს უსამართლობა, ეს ადამიანი ცხონების გზაზე დგება. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს არაფერი აკლდება. იონე ოქროპირი საეკლესიო კრებით, ესე იგი, გადააყენეს კათედრიდან და გააგდეს და ფაქტურად მოკლეს. საეკლესიო კრებით. მაქსიმე ახსარებელი ასევე საეკლესიო კრებით. ანუ წარმართები კი არ დევნიდნენ ძალიან ხშირად წმინდანებს. არამედ წმინდანებს დევნიდნენ თავად ქრისტიანები. სწორედ აი ამის გამო, უსამართლობის, ამპარტავნების, გაუგებრობის და ამის გამო. ამიტომ თვითონ ეს ადამიანი არაფრით არ არის დაჟილი ღმერთისგან, თვითონ ეს ადამიანი არაფრით არ იქნება დამცირებული ღმერთისგან. რაც შეეხება იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ იქცევა, მას ეს სერიოზულ პრობლემად ერაცხება. რაც შეეხება ვინც დასჯილია იმის მეგობრებს და ახლობლებს, თუ ისინი დაიცავენ ესე დროს ადამიანს, ეს კარგია, მაგრამ იონე ოქროპირს იცავდნენ. ამიტომ ის ვინც იონე ოქროპირს იცავდა, ის მათთვის იყო მოყვასისათვის თავგანწირვა გარკვეულწილად და ანუ გესმით როგორ არის, აი მე თუ მაგალითად გამარტყეს, ხო, მე უნდა მეორე ლოყა მიუშვირო. მაგრამ თუ გაარტყეს, თქვათ, ჩემს ახლობელს, ახლა მეორე მიუშვირე, ხო არ უნდა უთხრა მას. მე უნდა დავიცვა ის, რომ მეორესშიც არ გაარტყა, გესმით? მაგრამ მე უნდა მიუშვირო, ჩემზე როცა ხდება აგრესია. ამიტომ ესე დროს თქვათ, დაცვა შეიძლება, მაგრამ თავად ეს ადამიანი, რომელიც უმაღლესი იერარქიისაგან არის დაჟილი, თავად ეს ადამიანი ღმერთისგან დასჯილი ამით არ არის. თუ ეს უსამართლოდ ხდება, ესეა. ოღონდ თუ დაცვას, რაც შეეხება დაცვა უნდა ბრძნულად. უფალი ამბობს, რომ ტრედივით უმანკო იყავით და გველივით ბრძენიო. თუ უგუნურად დაიცავ, უგუნური მოყარეო, ვიზე უარესიაო? მტერზე უარესია. ასე რომ დაცვასაც ჭკუა ჭირდება. თუ კი არა, ჭკუა არა, სიბრძნე. ჭკუა შეიძლება ჭკვიანი იყო და ბრძნულად ვერ მოიქცე. სიბრძნე ეს არის ღვთის მადლი. ეს არის ნიჭი. ყველას არ შეუულია კონკრეტულ სიტუაციაში ბრძნულად მოქცევა. ამიტომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. დამცველმაც უნდა იცოდეს როგორ უნდა იმოქმედოს. თუ კი ხვდები რომ საკმაოდ გამოცდილი სულიერი მოძღვარი რაიმე საკითხის ეკლესიის სწავლების იგულისხმება წმინდა მამათა საწინააღმდეგო აზრებით ცდილობს დაგარწმუნოს მისეულ ხედვაში და გააძლევს რჩევას თავის შეხედულებებიდან გამომდინარე, უნდა მიიღო ეს რჩევა მორჩილებით, თუ ამხილო, თუმცა ვერ კი ბედავ მის საწინააღმდეგოდ ერთ სიტყვის თქმას, რადგან ის შენთვის საკმაოდ დიდი ავტორიტეტია და არ გინდა ატკინო გული. ესეთ ხათრზე მამა გაბრიელი ამბობდა ეშმაკისგან არისო. ავტორიტეტი პირობითად შეიძლება გამოვიყენოთ ეკლესიაში, მაგრამ ეკლესიაში ავტორიტეტები არ არსებობენ. ეკლესიაში არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც არის ცოცხალი, არსება განკაცებული იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე. წმინდა მამების საწინააღმდეგო და ეკლესიის სწავლების ზოგადად საწინააღმდეგო სწავლებას თუ ამბობს რომელიმე ადამიანი, მას არ უნდა დაემორჩილო ამაში. არავითარ შემთხვევაში.
თუმცა უთხრა, რომ იცი თქვენ ამაში ცდებით და მიანიშნო აი. ეს უნდა გააკეთო სიყვარულით. და ამიტომ მე ამას ესე ვერ გავაკეთებ. ეგ ერთი, არის მეორე რამ, საერთოდ ნებისმიერი მწვალებელი, ნებისმიერი არასწორად მოაზროვნე აპელირებს და იყენებს წმინდა მამებიდან ციტატებს იყენებს, წმინდა წერილიდან ციტატებს იყენებს, საეკლესიო დადგენილებებს იყენებს. ყველა ერესიარქი საეკლესიო დადგენილებებს და წმინდა წერილიდან იყენებდა ციტატებს. ხესმით? ანუ თვითონ ესეც არ არის გარანტი, რომ შენ თუ ფიქრობ, რომ შენ წმინდა წერილის მიხედვით იმას ამხელ და წმინდა მამების მიხედვით იმას ამხელ, კი ბარა, შეიძლება შენ ცდები, იმიტომ რომ შეიძლება ისიც წმინდა წერილი დაგელაპარაკო და წმინდა მამებით. რთულია. საერთოდ როცა მოკლედ თითოეული ადამიანი ღვთის წინაშე თვითონ არის პასუხისმგებელი. შენ რომ თქვათ მოძღვარი იქნება, თქვათ მოძღვარზე თუ იყოს საუბარი, ხო, სულიერ მოძღვარი. შენ რომ მოძღვარს ირჩევ რის მიხედვით, თუ მიდის ქრისტესკენ, ისე როგორც შენ გესმის და ხედავ და უნდა გაყვე. თუ გადაუხვევს, აღარ უნდა გაყვე. ეს არის ბანალური ჭეშმარიტება, მაგრამ ეს როგორ განახორციელო, რომ არ შეგეშალოს. ეხლა მაგალითად ბასილ მკალავიშვილი რომ თელ ეკლესიას აუმხედრდა და განცხადება წაიკითხა ადრე ტელევიზორში, მე განკვეთე ილია მეორეო. აი მაშინ მაინც როცა თქვა მე განკვეთე ილია მეორე, მაშინ მაინც უნდა გამოფხიზლებულიყო მისი მრევლი. ეპისკოპოსი როგორ განკვეთავს? შეიძლება არ დაემორჩილოს, შეიძლება თქვას რომ არასწორია, მაგრამ როგორ განკვეთავს? ეს რას ნიშნავს? ისე განკვეთე ილია მეორე. თავისთავად დააყენა ეპისკოპოსი კი არა, საერთოდ ეკლესიაზე მაღლა, მან და განკვეთა ილიამე. გეუბნება ქრისტე იყოს მკალავიშვილი. გესმით? და როდესაც მრევლი მას გაყვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი კეთილი კაცია და უყვარდათ. რა წერია მაგაზე ბრმა-ბრმას აეკიდაო და ყველა ორმოში ჩავარდაო. რა გითხრათ? თქვენ თუ თუ ეს შეცდომა აღმოჩნდა, თუ ის მართლა ცდომილებაში არის, ვინც არის და ვინც გაყვება, მერე იწყება ძალიან ცუდი მდგომარეობა. და ესეთი ადამიანები როგორც წესი მადლს კარგავენ და იწყება მათი ხიბლის მდგომარეობაში ყოფნა და ამპარტავნებაში გადა. ეგრევე ამპარტავნების წყარო ხდება ეს და მერე უკვე ძალიან რთულია. თუ გინახავთ და გსმენიათ იესოს ლოცვის შედეგად ხილში ან სასწორკუთხედებაში ჩავარდნილი ადამიანი, როგორც ამას ზოგიერთი მამები ამბობენ, ან რა აძლევთ მათ ამის საფუძველს. ნებისმიერი გარეგანი ღვაწლი, მათ შორის იესოს ლოცვაც შეიძლება აღმოჩნდეს ხილში მყოფ. თათოდ ხიბლი რა არის? რელიგიურ ხიბლზე ვსაუბრობ. ხილში ვარდება მხოლოდ რელიგიური ადამიანი. თორე არა რელიგიური ადამიანი ხიბლის ფორმულაა თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ხიბლი არის ტყუილი. და არარელიგიური ადამიანი ცხოვრობს სულ სიცრუეში, რატო? იმიტომ რომ მას გონია რომ არ მოკვდება და ეგრე იქნება და ბედნიერებას მიწაში ეძებს, მიწაზე ეძებს. ადამიანი ბედნიერებას ეძებს მიწაზე, ძალაუფლებაში, სიამოვნებაში, პატივმოყვარეობაში, წარმატებებში ეძებს ბედნიერებას, ეს არის ხიბლი, ხოლო სიცრუეში. რაც შეეხება რელიგიურ ადამიანს, რელიგიური ადამიანის ხიბლი მდგომარეობს რაში? რადგან მე ვარ რელიგიური, რადგან მე ვცხოვრობ ქრისტიანულად, რადგან მე ვლოცულობ, მარხულობ და ასე შემდეგ და როგორც ბირანჩიანოვი ამბობს, გარეგანი ღვაწლი რაც უფრო დიდია, უფრო დიდი საშიშროებაა თვითდაჯერებულობისა, აქედან გამომდინარე, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს საკუთარ თავზე წარმოდგენა, რომ მე რაღაცას აი სიკეთე მაცხოვნებს. ლოცვა სიკეთია, მარხვა სიკეთია, ღამისთევის წირვები სიკეთია, მოყვასის დავეხმა, ცოდნა თეოლოგიური, ყველაფერი ხო სიკეთია. და თუ სადღაც გგონია, გიღიტინებს, რომ ეს არის მაცხოვნებელი, დამთავრებული საქმე, ეს არის ხიბლის წყარო. რა თქმა უნდა, ამ დროს იესოს ლოცვა შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი გახდეს. იესოს ლოცვა თავისთავად არაფრის გარანტი არ არის. მაგრამ პრობლემა იცით რაშია? როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ იესოს ლოცვა არის ლოცვა, მაგან ხიბლი იცისო და დაუჯდომლები რამდენიც გინდა იკითხე, მაგან არ იცისო, პირიქით არის. თუ აი თქვათ, რომ გავაკეთოთ ესეთი გრადაცია, რომელმა ლოცვამ უფრო მეტად იცის ხიბლი. ყველაზე ბოლო ადგილას იქნებოდა იესოს ლოცვა. ყველაზე ოღონ ისეთი არა, მამააკაკის თუთიყოში რო იწახის. ხო იცით, მამააკაკის თუთიყოში ლოცვები რო ისწავლაზე პირად. მამა ჩვენოც იცის გონი იესოს ლოცვა. ეგრე არა. აქ ლაპარაკია ნამდვილ ლოცვაზე. როცა შემიწყალე არის მოტივირებული, სწორად. იღუპები რო გძნო.
აი როცა გზნობ რომ იღუპები და როცა ლოცვის დროს მადლის მიერ ნიჭებს და რაღაც რაღაცებს კი არ ეძებ, არამედ ჯოჯოხეთში ხარ და შემიწყალე, წარწყმედი შვილი ვარ, ვიღუპები, შემიწყალე, ვიღუპები, შემიწყალე, როცა აი ეს არის мотиваცია, საფუძველი, ამან ხიბლი არ იცის. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ხიბლი არის ის, როცა სიცრუეში ხარ. სიცრუე რა, როცა საკუთარი თავი რაღაც დონეზე გონია. და როცა ჯოჯოხეთის ფსკერზე ხარ, როგორ ჩავარდები ხიბლში? ანუ ესე იგი თუ აღარ ჩავარდები, ხიბლში ვეღარ ჩავარდები, მოკლედ. და როცა ფსკერზე ხარ, ხო, ანუ დაცემის შესაძლებლობა ვერ დაეცემი, დაბლა ხარ. და იქიდან შეღაღადებ, უფალო, შემიწყალე, ვიღუპები. და იცით როგორ არის, როცა იესოს ლოცვას ლოცულობ დიდი ხნის განმავლობაში, როცა შეზღუდული ხარ, სინათლე არა გაქვს, ესე ზიხარ პატარა სკამზე, ან ფეხზე დგახარ, ფეხზე დგომასთან დაკავშირებით ვინა გითხრათ, რომ შეცდომა, როცა ადამიანი ფეხები გაჩაჩხული ლოცულობს, ან ცალფეხზე, ან მეორე ფეხზე. ფეხები ერთად უნდა კონდეს, რომ ეს მდგომარეობა სანთელივით იყოს და ეს გეხმარება საკუთარ თავში მყოფობაში და როცა ლოცულობ და როცა იცი რომ უფალო იესო ქრისტეს ვამბობდნენ, სრემლად იღვრებოდნენ იმ სიმდაბლის გააზრების გამო, რაც უფალმა ჩვენთვის გააკეთა, ღმერთი მოვიდა შენთან და როცა შენი გული, ყურადღება გაქვს გულის ზედა ნაწილში, როგორც უფალმა გვასწავლა, როცა შენი გული მკვდარია, ამბობ უფალო იესო ქრისტე, მკვდარია და იწყება მგლოვარებას. მამები ესე გვასწავლობენ, მკვდარი სული გაქვს, იგლოვე, ნეტარი ყენ გლოვარენი, გლოვარებაში გულისხმობა სწორედ აი ეს რომ ქვითინებ, იმიტომ რომ მკვდარი გისვენია წინ, აი ეს მკვდარია შენი სული. როცა აი ეს, იმიტომ რატოა მკვდარი? აბა აი კაცი რო შეყვარებული სახელს იტყვის და გული აუფანსკავდება და როცა აღარ უყვარს რომს დაანახო არაფერი, ხო? ეგრე არ არის? აი ამბობ და გულის არაფერი, არა მკვდარია და პირიქით დააკვირდები, ცოტა ხანი ლოცულობ და უცებ აღმოაჩენ რომ შენი აზრები, გული რაღაცა უნდა, რაღაცა ენატრება, რაღაცას ელოდება, ერთი სული აქ წამოდგეს და ვაი, ესე იგი იღუპები და ისევ შემიწყალე და როცა ესეთი ფონია, იქ ხიბლი არ იქნება. და თუ ესეთი ფონი არ არის, ყველა ლოცვა საშიშია. რაც შეეხება თვითონ ლოცვას, თითოეული ლოცვის, ტექსტობრივ ლოცვებს, თითოეული სიტყვა უნდა იქნას გააზრებული, განცდილი. აი მაგალითად მამაო ჩვენოში როცა ამბობ, მამაო ჩვენო. აი თქვენ რომ მელაპარაკებით მე ვთქვათ, ხო, თითოეულ სიტყვას წონით, ხო იცით რასაც მეუნებით, ხო რა, ხო არ შეიძლება რაღაცა მითხრა და ესე იგი დამცხა, ხო? და არ იცოდა რას მეუნები. და ჩვენ ღმერთთან ხანდახან საუბრობთ ისე, რომ არ ვიცით რას ვეუნებით. აი მაგალითად, როცა ეუნები ღმერთს მამას, რას ეუნები, აბა, თუ გვიფიქრია, აი რას ეუნები? მამა, რას ეუნები? რას ეუნები? რას ნიშნავს მამა? რატო ეუნები ღმერთს მამას? რატო ხარ მისი? რა კადნიერება გაქვს? რა თეუნები ღმერთს მამას? ვინა ხარ? საკუთარი მამა არ გიყვარს. რა თეუნები ღმერთს მამას? რაშია საქმე? ხო, მაგრამ რატო? აი მაგალითად, იმიტომ რომ მისი შექმნილი ხარ. ეგრე ხულიკიც მისი შექმნილი. რატო ვერ ეუნება შენსავით მამას იუდეველი და მუსულმანი? რატო? იმანაც იცის რომ ღმერთი შექმნილია. ერთ-ერთი მოკლე განმარტება, უამრავი განმარტებაა მაქვს, იმიტომ რომ შენ ქრისტეს დაუნა იყო მაშინ. შენ რო მამა ღმერთს უთხრა მამა, როგორც შვილმა, არა როგორც ქმნილებამ, არამედ როგორც შვილმა, მაშინ შენ ქრისტეს ძმა და დაუნა იყო. ეხლა ახალი რას ნიშნავს იყო ქრისტეს ძმა და ასე შემდეგ. ეს ძალიან ასე მოვედინ სუფევა შენი. სულ ახალი ღვთისმეტყველი პირდაპირ ამბობს. სულ მოვედინ სუფევა, რა არის? სუფევა სასუფეველი, სამეფო. რა სიტყობ? აი მაგრამ უთხრა რომ სამსახური არა მაქვს, ან შვილი ავათარი მომირჩინე, ან მიწიერი. იცი რასაც ითხოვ, ხო? სამსახური არა მაქვს. გაშოვნინა სამსახური. ეხლა იცი რა გააკეთო, სიკეთეც უნდა გააკეთო, მოწყალება გაასწე, ხო? ასე შემდეგ ოჯახში მიიტანო. აი როცა ითხოვ, მოვედინ შენი სამეფო მოვიდეს. რა სიტყობ? რატო ითხოვ? როგორ მიხვდები რომ მოვიდა? არა უნდა გააკეთო რომ მოვიდეს, შენ რა უნდა გააკეთო და რომ მოვიდეს მე რა უნდა ქნა. ან მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამდენი წელია ვლოცულობთ, მაგრამ ჩვენ ვნებებს ვერ ვამარცხებთ. უფალი ამბობს რომ ითხოვდე და მოგეცემა. ვითხოვ, მიხსენ ბოროტისაგან, ესეთი ბოროტება მაქვს შეგნით რომ გაუბრაზდები. რატო?
საქმე იმაშია, რომ მე რასაც ვითხოვ, ჯერ უნდა ვიცოდე რას ვითხოვ, რატო ვითხოვ, რომოვა, როგორ მიხვდე რომ მოვიდა, როგორ შევინარჩუნო, როგორ დავხვდე და გარდა ამისა, რასაც ვითხოვ, იმის შესაბამისად უნდა ვიცხოვრო, რომ მოვემზადო მის მისაღებად. რასაც ვითხოვ, აი უძღები შვილი ამბობდა, რომ მე ჯობია მამასთან დავბრუნდე. მანამდე ის მოეგო თავსა თვისა. თუ თავის თავში არ ჩაიხედებოდა, ამასაც ვერ გააკეთებდა. მე რო თქვა, რომ მე მამასთან უნდა დავბრუნდე, რა გააკეთა მე? იჯდა იმ საღორეში და ელოდებოდა. წავიდა. ანუ როცა ითხოვ, რომ მიხსენ ბოროტისაგან, შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ბოროტება შენში დაამარცხო. ანუ ეს არის გზა მამისკენ. და ჩდება კითხვა, როგორ დავამარცხოთ ბოროტი? ბოროტი რო დავამარცხოთ, ეშმაკი ჩვენში უნდა დავამარცხოთ ვნებები, რომელიც პლაცდარმია ამ ბოროტებისა. ეხლა ვნებები როგორ დავამარცხოთ და იწყება უკვე მთელი აი ეს ჩაღმავება სულიერ ასკეტულ ცხოვრებას. ხედავთ, ანუ მე მის გვამინდა რომ თითოეული ლოცვა რა ღრმა არის და როცა ადამიანი ტა ან წირვალოსებზე რო ხდება ხოლმე რომ მიდაბა მამასა და დედასა და ძიდასა ეს უკვე ხელობა, ეს შეურაცხყოფა უფლის. ეს საშინელება. ხო, ეს არის და როცა აი ეს და წლები გრძელდება და გონია რომ მორწმუნე ხარ. არაფერი არ ახლა. არაფერი არ ახლა. ეს არის სრული სიყალბე თავიდან ბოლომდე. თქვენ ერთ-ერთ ქადაგი იესოს ლოცვის შესახებ ძალიან საწუხაროდ მაღალი იერარქიული უგრძალავენ ადამიანებს თეთ სამღვდელოებას იესოს ლოცვას. აღარ ვასახელებ მიზეზებს. რა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომელთაც მათი გჯერა, მით უმეტეს თუ ისინი გვარწმუნებენ ამაში. ხომ არა ჯობები და მაღალი იერარქიის მიერ ამ საკითხის ერთ და სწორ ჭეშმარიტ აზრად შეთანხმება, რათა ჩვენ არ აღმოჩნდეთ გარკვეულ გაურებულ მდგომარეობაში. როდესაც მოციქულები დაიჭირეს მღვდელმთავრებმა, როდესაც მათ განკურნეს ტაძარში ადამიანი, ახსოვთ პეტრე რო შემოდის და მოწყალებას ითხოვს დავდომილი და ჩვენ ოქრო და ვერცხლი არა გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს იმას მოგცემ. და გეტყვი შენ იესო ქრისტეს სახელით აღდეგ და ვიდოდე, აღდგა და დადის. მე რო დაიჭერენ ეუნებიან ბოლოს, ახლა თან ვერაფერს უშვებიან, ხალხმა დაინახა ესა და მათ უჭირთ რომ დაიჭირონ, ხალხის ეშინიათ, მაგრამ ეუნებიან იგრძალავთ იესოს სახელით გადაგებას და რაიმე ქმედებას. რას ეუნებიან? იესოს სახელი არ ახსენოთ მოკლედ რა. რას ეუნებიან მოციქულები, აბა გაიხსენეთ. რომელი უფრო სამართლიანია, კაც დაუჯერო თუ თქვენო. რა მოციქულებმა არ იცოდნენ მღვდელმთავრების სიმაღლე იერარქიული. შენ მღვდელმთავარი, მღვდელი და ქრისტიანი მე თუ არა ვარ, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. იმიტომ ხარ, რომ შენ მე ქრისტესაკენ სავალი გზა და შენთან კი არ უნდა მომიყვანო მე. შენთან კი არა, ქრისტესთან უნდა მიმიყვანო. და შენ თუ მეუბნები, რომ იესო ქრისტე არ ახსენო, ყველაფერში და აი, თავში რო ჩამარტყა დაგიჯერებ. მეორე ლოყას მოგიშვერ. რომ ითხრა, რომ ყირას დადექიო დავდგები. რომ ითხრა, რომ ფეხსალაგი გამირეცხეო და ფეხსასმელები გამიწმინდა, რომ გაგიწმენდა და გაგირეცხავ, მაგრამ რომ მეტყვი, რომ ქრისტეს სახელი არ ახსენო, ვერ დაგემორჩილები. ვერა. ჯვარს მოხსნი, წაიღე. გულიდან ვერ ამოხა. გესმით? ეშმაკს ეშინია ორი რაღაცის. ეს არის ჯვარი და ეს არის იესოს სახელი. ვერაფრით ვერ დაგემორჩილები. ვერაფრით. ხიბლი არ იცის იესოს. იოსეფის სიხასტი ამბობს თუ არ ვწდები. მე მწარეთ ვამბობ ახლა, მაგრამ მწარეთ ვიტყვი ყოველთვის. მე ვინც ამიგრძალავს ქრისტესთან მყოფობას, მე მას არ მოусმენ. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ეს არის შეცდომა, სრული შეცდომა, სრული მცდარობაა ეს. აი ხო გეუბნებით, ღვთის წინაშე გეუბნებით. მე ძალიან მიყვარს ჩემი მღვდლობა. ყველაფერს მრჩევნია. ეს არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი ცხოვრება ეს. ჩემი ბედნიერებაა ეს. მე სხვა ბედნიერება არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მყავს, მეგობრები მყავს, სამშობლო მაქვს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ბედნიერება, სხვა რაღაცაა ეს ჩემთვის. მაგრამ მღვდლობას ცოტა ამოტოვებინო, იესოს სახელს ვერ ამომიკერავ. იმიტომ რომ მე მღვდელი, იმიტომ კი ამბობ, რომ მღვდლობა თავისთავად რამეა. იმიტომ რომ ქრისტესთან მინდა და შენ იესოს სახელი არ ახსენო უკაც.
მამის სახელი უნდა ვახსენო. ეს არის სახელი, რომელიც წინაშე მოდრკების ყოველი მუხლის ეცაში, ქვეყანაზე და ქვესკნელში, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ყველა მუხლი მოდრკება, ეშმაკები მუხლს დრეკავენ და მე არ მოვიხსენო კაცო. აბა რა უნდა გავაკეთო? უფალი არ ამბობს სახარებაში. ჩემი სახელით ითხოვეთ და მე ვყო. და რომელიც დააპყოლოს ჩემდამო ერთი მაინც ჯობია წისქვილის ქვა მოიბას და წყალში ჩავარდო. სხვა საკითხია, მე უნდა განუმარტო ადამიანს, რომ იესოს ლოცვა რაღაც მექანიკური ფორმულა ან მანტრა, რაღაც მაგიური ფორმულა კი არ არის. გააზრებულად, როგორც ყველა ლოცვა, გააზრებულად, როგორც აღარ გითხარით, ყოველი ლოცვა გააზრებულად უნდა ითქვას, რას ნიშნავს და საფუძველი და ფონი უნდა იყოს სიმდაბლე და საკუთარი უღირსების განცდა შემიწყალეს, იმიტომ ამბობ. მამება კარგად შემიწყალე და იმიტომ რომ შეიძლებოდა თქვათ, უფალო იესო ქრისტე დიდება შენ. სწორია, დიდება შენ და მაგრამ არა, ესეც სწორი. მეცაც გეტყვით, უფალო იესო ქრისტე დიდება შენ და უფრო მაღალი რანგის ლოცვაა. იმიტომ რომ ეს არის სადიდებელი. ვიდრე სადიდებელი ლოცვა უფრო მაღალი რანგია, ვიდრე სავედრებელი. მაგრამ მამემა დაგვიტოვეს შემიწყალე ტრადიციად. რატო? იმიტომ რომ თუ დიდებას დატოვებდნენ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხიბლის შემცველი, ეგ სიტყვა, იმიტომ რომ უკვე ცხონებული ხო ხარ, ახლა დიდება გადაგჭა. მაგრამ არა, შემიწყალე დაგიტოვეს, იმიტომ რომ ცხონებული არ ახარ. სოდვილი ხარ, იღუპები. მაგრამ გიხარია იესოს სახელს უახსენო. ვინ უნდა ამიგზავნოს? ვერავინ ვერ ამიგზავნოს. ასე რომ ჩვენ ვართ ეკლესიაში, საერთოდ ადამიანს ეკლესიოლოგიური აზროვნება თუ არ აქვს, ის ქრისტიანი არ არის. ეკლესიოლოგიური აზროვნება ნიშნავს მორჩილებას იერარქისადმი, ღვთლისადმი ერისკაციდან და ეპისკოპოსისადმი ყველას მხრიდან. და სადაც არ არის ქრისტეს ეპისკოპოსი, იქ არ არის ქრისტეს ეკლესია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ. მაგრამ არსებობს რაღაცა ჭეშმარიტებანი, რომელიც აღემატება ყველა მიწიერ იერარქიას, ეს არის ქრისტე. მაქსიმე აღსარებელი არათუ მღვდელი, არამედ დიაკონიც კი არ იყო. მაქსიმე აღსარებელი იყო უბრალო ბერი და მთელი ბიზანტიის იმპერია, სამეფო ხელისუფლება და იერარქები, ეპისკოპოსები, პატრიარქები ყველა მის წინააღმდეგ იყვნენ. და იცი რა უთხრეს? როგორ რომ მთელი იერარქია ეკლესიაში ვინ ახარ? ბერი ხარ, უბრალო ბერი, ბერიცით რა არის? ხარისხით ერისკაცია. უბრალოდ ცხოვრების წესი აქვს, აღთქმიდან გამომდინარე. ვინ ახარ შენ? როცა გეუბნებით რომ ქრისტეს ერთი ნება აქვს, შენ როგორ კადნიერდებით ეძახი ორი ნება აქვს? და იცით რა უთხრა მაქსიმალს? თქვენ კი არა, ანგელოზიც რომ გამომეცხადოს და მითხრას რომ ერთი ნება აქვს, მე ვეტყვი ანგელოს რომ ორი ნება აქვს. და იცით რატო ქონა მაქსიმე აღსარებელს ეს კადნიერება? ჯერ ერთი ვაჟკაცი იყო, მას არ შეეშინა არც სიკვდილის და აწამეს. მაგრამ მეორეა ყველაზე მთავარი, ეს ვაჟკაცობა რითაც იკვებებოდა, ის ქრისტეს იცნობდა. და მან იცოდა, რომ ორი ნება ქონდა. მაქსიმე აღსარებელო გარდაიცვალა, ძალიან მალე მოწვეული იქნა საეკლესიო კრება მსოფლიო, დადგინდა, რომ ქრისტეს ორი ნება აქვს და მაქსიმე აღსარებელი იგივე ბიზანტიის იმპერიაში წმინდანად შერაცხეს. აი, გზეობა და გამარჯვება ნამდვილი ქრისტიანული სულის. კიდევ ბრძანებ, რას ბრძანებ, რაღაცას ვლაპარაკობ. თქვენს ქადაგებაში რომ ღვთისმშობელი კი არ გვაცხონებს ქრისტე, მაშ რატომ თხოვთ ლოცვებში, თუნდაც წილვის დროს ყოლაწმინდა ღვთისმშობელო გვაცხონეთ. ჩვენ როგორ შეიძლება აგვიხსნათ? ეს ამ ლოცვას აქვს ძალიან ძველი ტრადიცია. ესეთი გადმოცემა არსებობს, რომ როდესაც მოციქულები იკრიბებოდნენ ღვთისმშობელი როცა გარდაცვლილი იყო და ამაღლებული ზეცად, იცით, ღვთისმშობელი ამაღლდა ზეცად, ესეთი ტრადიცია ჰქონდათ, რომ ჯერ უფალი რო ამაღლდა, ერთი ადგილი ყოველთვის უფლისათვის იყო ხოლმე. და მე ღვთისმშობელიც რო წავიდა ამ ქვეყნიდან, უკვე ღვთისმშობლისათვისაც იყო ადგილი და როდესაც ტრაპეზობდნენ, იქ ყოველთვის მე ეზიარებოდნენ, ხო, მე ტრაპეზობდნენ და უცებ აღამაღლეს ღვთისმშობლის სახელზე, როგორც მე მახსოვს, ესე მე შეიძლება რაღაც ნიუანსებში მეშლებოდეს, მაგრამ არსობრივად გადმოცემა ესეთია და უცებ ღვთისმშობელი მათ ხილული სახით გამოეცხადა და ყველამ შეღაღა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო გვაცხოვნეთ ჩვენ და ეს ტრადიცია დარჩა. ახლა რას ნიშნავს გვაცხოვნე ამ შემთხვევაში? გვაცხოვნე ნიშნავს გადარჩენას. და ღვთისმშობელს გადარჩენას ვევედრებით არა როგორც ღმერთს. გესმით ეს? აი მაგალითად, ეხლა უცებ შეიძლება რაღაცა, უცებ ვიხჩობი. და აი თქვა მამა პეტრემ ცურვა იცის, იცით ცურვა მამა.
ხო და შემიძლია თუ არა მომცემთ უფლებას უკაცრავად რომ მამა გადამარჩინე მომცემთ უფლებას რო უთხრა ხა ახლა ვიღაცამ რომ რატო ეუბნები მაგას შენ გადამარჩინე ეს ხო ღმერთი არ არის არ უთხრა გადამარჩინე აი ვიხშობ ეკას თავი დამალებ გადამარჩინე მამი გადამარჩინე ხო შემიძლია ღვთისმშობელი როგორც ყველაზე დიდი მეოხი და ამის მაგალითი კლასიკური არის კანას გალილეაში ქორწილი როდესაც ქრისტეს არ უნდა სასწაულის აღსრულება იმიტომ რომ ჯერ ჩემი ჟამი არ დამდგარა მას იერუსალიმში რომ მოეხდინა პირველი სასწაული როგორც იყო ნაწინასწარმეტყველები და უცებ დედა ესე იგი ჯერ ჩემი ჟამი არ დამდგარაო და ღვთისმშობელმა პასუხი გასცა ქრისტეს გაიხსენეთ სახარებას ხო გითხულობთ პასუხი არ გასცა უფალი ამბობს რომ დედაკაცო ჯერ ჩემი ჟამი არ დამდგარა და პასუხს არ ასცემს და ეუბნება მსახურებს რომ ასაც გეტყვით ჩემი შვილი გააკეთეთო დარწმუნებული რომ იესო როგორც შვილი მის თხოვნას შეასრულებს და რა ვიღაცა ყვდებოდა და დასარჩენი იყო ღვირო შემოაკლდა დიდი ამბავი ეხლა ცოტა ნაკლებს დათვრებოდა მაგრამ არა დედის თხოვნა შეასრულა ხედავთ რა ძალა აქვს ღვთისმშობლის თოვნას მეოხებას ამიტომ და კიდევ ერთი ნიუანსია ღვთისმშობელი რო შენი დედა გახდეს ქრისტე არ გაცხოვნებს შენი დედა რო გახდეს არ გაცხოვნებს ქრისტე და ხო შეიძლება შენი დედა გახდეს მაგალითად აი გოლგოთაზე ხო თქვა რომ იოანეს ხო უთხრა ისა ღვთისმშობელს ხო უთხრა იოანეზე რომ შენი შვილია როგორც კი მან უერთგულა უფალს იოანემ ის იმ წამსი ღვთისმშობლის შვილი გახდა გარდა ამისა პავლე მოციქული ამბობს რომ ჩვენ ღვთის ოჯახის წევრები ხდებით აქ ორი აზრია. ერთი ის რომ ყოვლადწმინდა სამების სიახში შევდივართ. მამა, ძე, სულიწმინდა და შენ. მამა, ძე, სულიწმინდა და შენ. პიროვნებები, პერსონები. ყოვლადწმინდა სადაც ქრისტეა ხო? აღდა აღს გამაღლა დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა და სადაც მე ვარ მე თქვენც იქ იყოთ. მაგრამ გარდა ამისა, ღვთისმშობელი როგორც განკაცებული ღმერთის ხორციელი დედა და მისი შვილი შენ. ესეც რაღაც სახლეულის რაღაც ის არის ხო? აი ეს არის. ამიტომ ღვთისმშობელს ძალიან დიდი მეოხება აქვს და ამიტომ იმ ტრადიციიდან გამომდინარე და მისი აი ამ დიდი კადნიერები და ღვთისმშობელში გამომდინარე ეს ლამაზი ტრადიცია არსებობს. ღვთისმშობელო გადამარჩინე მაცხონე გადარჩენას ნიშნავს ოღონდ კიდევ გადამარჩინე არა როგორც ღმერთმა, არამედ როგორც ისეთმა ადამიანმა, ვინც ცურვა იცის. გადამარჩინეს ცხონება და გადამარჩინე ერთ და იგივე სიტყვა, ოღონდ ძველ ქართულად. ან მაგალითად შეიძლება თარგმნოთ ესე მაცხონე მაცოცხლე. მაცოცხლე რა ადამიანო, მაცოცხლე, ნუ შემჭამე რა. გესმით სიტყვას არსი რა არსდებ მასში, ამას აქვს მნიშვნელობა, გამიგე? ამიტომ ეს ტრადიცია და ლამაზია და ღვთისმშობლის განსაკუთრებულ პატივზე მიანიშნებს და მის სიდიადეზე, რომელიც რეალურად ობიექტურად არსებობს. მეცაც გეტყვი, წინა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანში მართლმადიდებლობის სულის მომწიფება და აღზრდა თუ სწორად მიდის, ერთ-ერთი ნიშანი ცით რა არის, რომ მას განსაკუთრებულად უყვარდება ღვთისმშობელი, როგორც საკუთარი დედა და ღვთისმშობელი მას ზრუნავს როგორც საკუთარი დედა. ეს გესმით ღვთისმშობელო მაცხოვნე ისე როგორც მაგალითად წირვა-ლოცვაში ხელაპყრობა რაღაც განსაკუთრებული თქვა ეს ავტომატურად იმას ხო არ ნიშნავს აი შენ რო ეზიარები მაგალითად ამ ხელას იწმინდა შემოდის შენ ფიქრობ რომ ავტომატურად უკვე ღმერთთან ხარ ნაზიარები არა შენ როცა ეზიარები ზიარებას კი უწოდებთ მაგრამ შენ როცა ეზიარები ღმერთს არ ეზიარები ავტომატურად შენ შეიძლება ეზიარო მაგრამ სინამდვილეში არ ეზიარო ამის მაგალითები ძალიან ბევრია იუდადან დაწყებული წმინდა მამებთან ბევრს კითხულობთ ამან ამიტომ გარეგნულად ის რაც სრულდება ხო ეს ავტომატურად რაღაცას შენ რო ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებას გასწავლის ეკლესია ეს არ ნიშნავს რომ შენ უკვე ღვთისმშობლის შვილი ხარ და შენ დედა ეს არის გზა ეს არის მოწოდება ეკლესიისა და მე მადლს გაძლევს რომ ეს მოწოდება აღასრულო აი როდესაც მართლა შვილი გახდები და მართლა დედა გახდება მე სხვა დატვირთვას იძენს უკვე ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ ძე ღმერთი სამყაროს შემოქმედი სრულყოფილი თავისი დიადით საშნელი ღმერთი კი აქვს მაგრამ ძე ღმერთი ადამიანიც გახდა ღვთისმშობელი ხელში ატარებდა ძუძუს აჭმევდა უვლიდა პატრონობდა პატარა რომ იყო და ისეთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო რომ ძმებს ბოლომდე არ წამდათ მისი ღმერთობის და მისი მხსნელობის და არაფერი არ წამდათ სანამ ესე იგი არ აღდგა და იაკობი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი
ხორციელი ძმა, ანუ იოსების შვილები ვინც იყვნენ, ქრისტესი მას ესე იგი არ წამდა, სახარებაში წერია, რამის კი არ ძმებსაც არ წამდა თუ წერია სახარებაში. როცა ქრისტე აღდგა მკვეთრით, მერე ირწმუნა. და მერე ძალიან ირწმუნა და ის. ასე რომ რატო არ წამდათ? იმიტომ რომ არაფრით არ გამოირჩეოდა, აბსოლუტურად არაფრით. ხო და ეხლა ვისაც შვილი გაუზდია, პატარა ბავშვი, მან იცის რომ შენი შვილია რა. ესია და გესმის და ის კრძალვა, რომელიც ადამიანს ღმერთის მიმართ აქვს, ღვთისმშობელს ყველაზე მეტი აქვს ღმერთისადმი. მაგრამ ხო ის საოცრება ღვთისმშობელს ყველაზე მეტი სიახლოვეც აქვს და აი ეს უცნაური ანტინომია არის. ეს არის ღვთისმშობლის სიდიადე. ღვთისმშობელი მიწაზე დადიოდა და უკვე ასაკში იყო, ასაკში და მან იცოდა, რომ მისგან ვინც იშვა, ის დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამის. ჩვენ პატარა წარმატება რო გვაქვს ცხოვრებაში ან ლოცვაში და ვიღაცა შეგვაქებს ის ვერ აგვიტანია და წარმოგიდგენია დადიხარ ქალია დედაკაცი და იცი რომ შენ ვინც შვი და ვინც აღზარდე და გაზარდე მარჯვენით ღვთისა და მამისა ზის და ღმერთია. რა დაგვემართებოდა, მაგრამ ღვთისმშობელი იმით არის ძალიან უცნაური, რომ მას არანაირი პატივმოყვარეობა მასში ფეხს ვერ იყიდებს და არაფერი არ აამაყებს მას. ეს საოცარი ადამიანი, ეს არის ეტალონი ადამიანის. და ბოლო უმეტესად თანამედროვე მამა ხშირ ზიარებას გძალავს გამონაკლისის შემთხვევების გარდა. მიდგომით რომ არ შეიძლება გაუბრალოდეს. ხო. ამდენად სწორია ეს აკრძალვა. დღეში რამდენჯერ სუნთქავთ? რამდენჯერ სუნთქავთ დღეში? ხო და მე გაუბრალო და თქვენთვის ჟანგბადე. მამაოჩვენოს რამდენჯერ ამბობთ? გაუბრალო და თქვენთვის მამაზე ციური. ზიარება არის სულის სიცოცხლე. მანდაც აი იესოს ლოცვასთან როგორც არის დაახლოებით იგივე დამოკიდებულება არაჯანსაღი. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი კიდე. რა შემთხვევაში შეიძლება, მოდი ასე ვთქვათ, რამდენჯერ ეზიაროს კი არა. რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ეზიარებოდეს? კითხვა რო დავსვათ, აი, რამდენჯერ არა? რა მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ მან თავის თავს მისცეს უფლება, რომ მივიდეს წმინდა ბარძიმთან. რა მდგომარეობაში უნდა იყოს? ადამიანი უნდა იყოს ღვთის ძიების მდგომარეობაში. ადამიანი სულ მუდამ თავისი გულით მუდამ ღმერთს უნდა ეძებს. მოუკლებელი ლოცვა, აი, მოუკლებელი ლოცვა რა არის? მუდამ სულ ღმერთის ძიება. თუ ადამიანი სულ მუდამ ღმერთს ეძებს და სინანულშია, თუ ყოველ დღე ესე მდგომარეობა, აი ყოველ დღე ადამიანი ღმერთის ძიებაშია, ყოველ დღე სინანულშია, ხო? და ყოველ დღე ცდილობს რომ ღმერთს შეხვდეს და ამისთვის გარკვეული პერიოდი ემზადება. მაშინ ის ყოველ დღე შეიძლება ეზიაროს. თუ ადამიანი არ არის ესე მდგომარეობაში და გულარხეინად ცხოვრობს და უცებ გაახსენდება რომ ქრისტიანია, უი მოდი რა, უფალთან ამა ხო არ შეიძლება ესე ვიცხოვრო და ერთი კვირა მოემზადება. ნუ კვირის ბოლოს ეზიარებდა. თუ ადამიანი წელიწადში ერთხელ გამოფხიზდება, შეიძლება ერთ მარხვაში ეზიაროს. მაგრამ მე გეკითხებით, რომელი უკეთესია, ადამიანი რომელიც კვირაში ერთხელ ფხიზდება, ან თვეში ერთხელ, ან წელიწადში ერთხელ, თუ ადამიანი რომელიც სულღვიძარებაშია და სულ ღმერთის ძიებაში, რომელი უკეთესია? და თუ ადამიანი სულღვიძარებაშია, რატო არ შეიძლება რომ ეზიაროს ყოველდღე? რას ნიშნავს მიევეჩვიე? რას მივეჩვიე? აი როგორ უნდა მივეჩვიო ღმერთს, როდესაც ზიარებასთან ერთად ზიარება რა არის? მადლის სისავსე შემოდის. და თუ ღმერთი შემოდის, ღმერთს როგორ უნდა მივეჩვიო? თან ღმერთი ხო არ არის სტატიური ფენომენი, ის ხო უსასლოდ მზარდი ბედნიერებაა ჩემში. როგორ უნდა მივეჩვიო მე ბედნიერებას, რომელიც თან სულ იზრდება? თუ მე სწორად ვეზიარებ. არა მამაო, მე ვეზიარები და მაგრამ ვერაფერს ვერ აგზნობ. ოპ, აი როცა ეზიარებ და ვერაფერს გზნობ. როცა გინზიარებულ ხარ და გინაზიარებულ სულ ერთია, მაშინ შენ არ ახარ მზად ზიარებისათვის. შენ რაღაცა უნდა შეცვალო შენში და რაღაცა აი წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ვინც ღვთის მადლს არ გზნობს თავის თავში, ის ქრისტიანი არ არის. ძალიან მკვეთრი გამონათქვამია ეს, მაგრამ ხარიდან არ მოაქვს. აი ამბობს უფლიდან გამომდინარე, უფალი ამბობს, რომ ჩემს მორწმუნეს იონეს სახარებაში გახსოვთ, ჩემს მორწმუნეს თავის წიაღში ექნება ცოცხალი წყარო, ცოცხალი წყლისა, საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადული სიცოცხლისკენ. ეს წყარო ფეთქავს, როგორ შეიძლება ადამიანი ამას ვერ გზნობდეს
და ზიარება ამ წყაროს აძლიერებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანს აქვს სინანული და მუდამ ღვთის ძიების წყურვილი და მუდამ ღვიძარების სათნოებაში იმყოფება, ანუ იბრძვის საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. როგორც თეოფანი დაყუდებული ამბობს, არის მოჭიმული სიმივით. ეს ვიღაცას შეიძლება შეშინდეს და ეგონოს, რომ რთული არა, ეს არის კარგი და ადვილი, იმიტომ რომ ის ტვირთი, რასაც ამ დროს იღებ, არის ტკბილი და მსუბუქი. როგორც უფალი ამბობს. თავად ქრისტესთან გაქვს ერთობა. ამიტომ ესეთი ადამიანი ყოველდღე უნდა ეზიარებოდეს. აი ყოველდღე პირდაპირ ვამბობ. და თუ ესეთი არ არის, სანამ ესეთი არ გახდება, არ უნდა ეზიარებოდ. თუ ერთი კვირა ესეთია, მერე ვაზიაროთ. მაგრამ როგორი ერთი კვირა ესეთია? მერე 6 თვე აღარ არის ესეთი. მერე ერთი კვირა ისევ ესეთია, მერე 6 თვე აღარ არის. ნუ რაზე? იცით იშვიათი ზიარება საიდან მოდის? ტრადიციულად. აი საბერძნეთში მაგალითად ტრადიცია არ გაწყვეტილა. არის ხშირი ზიარება. იშვიათი ზიარება არის რუსული ფენომენი. იცით საიდან გამოვიდა? რუსეთში, როდესაც პეტრე პირველმა საპატრიარქო ტახტი გააუქმა და რუსეთის ეკლესიას მართავდა ობერ პროკურორი, რომელიც ხანდახან ურწმუნოც კი იყო, იმიტომ რომ ეკლესია იყო სახელმწიფო სამინისტრო, ერთ-ერთი სამინისტრო, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც ჩინოვნიკი მართავდა. მაშინ დააწესეს ესეთი წესი, რომ თუ შენ ხარ მართლმადიდებელი და მოქალაქე მეფის რუსეთისა, შენ თუ გინდა იყოს სანდო, უნდა ეზიარებოდე. თუ ადამიანი 3 წლის განმავლობაში აღსარებას არ იტყოდა და არ ეზიარებოდა, თუ 1 წლის განმავლობაში აღარ მახსოვს მას, სასამართლოზე რომ გამოცხადებოდა, შეიძლება მოსამართლეს ან ადვოკატს ეთქვა, ან პროკურორს, რომ ამას აღსარება არ უთქვავს. 1 წელია თუ რაღაცა და არ ზიარებულა და სანდო არ არის ეს ადამიანი. და აცილებას უკეთებდნენ. გესმით? ეს იმას ნიშნავდა, რომ ყოველი ადამიანი, როცა ეზიარებოდა სპეციალურ ჟურნალში, ხო, ჩინოვნიკი ალბათ განსაკუთრებით გლეხებს ამას ნაკლებად ყურადღებას აქცევდნენ. ჩინოვნიკი იქ ინიშნებოდა, რომ ტაკოი, ეს ზიარა ამ დროს და აღსარება თქვა. იწერებოდა. ჯარში იყო სავალდებულო აღსარება და ზიარება წელიწადში ერთხელ თუ 4-ჯერ ბარხვებში. გესმით? სავალდებულო. ეგეთი მდგომარეობა ქონდა რუსეთს სინამდვილეში არა. როგორც კი რევოლუცია მოხდა და სანამ ლენინი მოვიდოდა ხელისუფლებაში, ჯარში 5% დარჩა მაზიარებელი, 95% აღარ ეზიარებოდა და მანამდე 100-ს აზიარებდა. აი და ახლა მეორესკულ ეკლესიამ ხო იცოდა რომ ადამიანები რომ მთელი წელი არ ზიარებულა და აღსარებას არ ამბობს, ის პრინციპში ურწმუნოა. მაგრამ სავალდებულოდ რომ მოდის, აი მოვიდა მამაო შენთან, კანონია ესეთი, მეფე ყავს და კანონია რომ ეს ჩინოვნიკი, თქვა რომელიღაცა მინისტრი მოვიდა ახლა 1 წელი გავიდა და უნდა აღსარება თქვას ეზიაროს. ეგრევე აზიარებდი? არა. დაუწესებდი ერთკვირიან მარხვას, დიდ კანონებს, რომ ცოტა აზე მოგეყვანა რა, რეანიმაცია ჩაგეტარებინა. და აუცილებლად აღსარება შეიძლება რამდენიმე აღსარებაც ეთქვა. და როგორც იქნა აზიარებ. აი ამ სავალდებულობ, თორე ეს რო არ ყოფილიყო სავალდებულო, ის წელიწადში ერთხელაც არ მოვიდოდა. და როცა ადამიანი მართლა მორწმუნია, ის ძალიან ხშირად ეძებს რა ღმერთს, ძალიან ხშირად ამბობს აღსარებას, ეზიარება და ცოცხლობს და ცხოვრობს ამით. როგორ უნდა აუგზავნო მას ხშირი ზიარება? მით უმეტეს ცუდად ჩანს ეს, როცა მღვდლები თვითონ ხშირად ეზიარებიან, იმიტომ რომ რამდენჯერ თქვა მე ვწირე 3-ჯერ, 4-ჯერ, 7-ჯერ არ შეიძლება წირო და არ ეზიარო. მე ვეზიარები ხშირად და შენ არ გაზიარებ. ამით მე ჩემ თავს განწყობას ვუქმნი, რომ მე შენზე უკეთესი ვარ. როგორც კი მე ჩემი შეექნება ეს განწყობა, რომ მე შენზე უკეთესი ვარ, რომ შენზე უფრო ახლოს ავალ ღმერთთან, ეს უკვე ხიბლის მდგომარეობა. ყველა აუვეს ოღონდ ამათ